კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery. მივესალმები მაყურებელს, მივესალმები მსმენელს. ეთერშია კაცმანის სხვა პოდკასტი და მე მყავს დღეს სტუმრად ძვირფასი ადამიანი, ჩემს ძვირფასია. ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი სულიერი მეგობრობა, ძმობა, არ ვიცი რა დავარქვა ამას, რაღაცა გვაქვს ეგეთი. ჩვენ ორივე შევხვდით ერთმანეთს ჩვენ გზაზე, გადაიკვეთა ჩვენი გზები, მერე გაიყო, მერე ისევ გადაიკვეთა და ეხაც რაღაცნაირად მომენტი არის აღსანიშნავი, რომ ისე ჩვენი გზები გადაიკვეთა. ლევან მათთაშვილი არის ჩემთან სტუმრად. გამარჯობა ლევან. გამარჯობა საშა. მადლობა, რომ დამიძახე. მიხარია. და მიხარი ხარ ყოველთვის, როცა გხედავ. და როცა არ გხედავ, მაშინაც ხარ. ეგრეა ნახდათ. შენც ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაცნაირად ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სადაც არ უნდა იყო. და რაღაცნაირი, მაგრამ ზეიმი მაქვს მეც. კი. იცი რა, აი ძალიან შორიდან ზუმაუს გავაკეთებ და მაინტერესებს აი ესეთი რაღაცა, რომ შენი ტრანსფორმაციული გზა ცხოვრებაში, ხა შენ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრე, რა ვიცი, მე მგონი თუ არ ვცდები პოლიციაშიც კი მუშაობდი და დღეს რასაც აკეთებ, იმდენად პოლარულია იმასთან, როგორც ცხოვრობდი და რანაირი ლევან მათთაშვილი იყავი და რანაირი ხარ დღეს, ეს თავისი რიტრით ცენტრით, პორტუგალიაში ცხოვრებით, ეხლა საქართველოს ჩამოსვლით, რადიკალური ცვლილება მოხდა შენში, მე იმ წინა შენ ვერსიას არ ვიცნობდი. მოდი ესე ვთქვა, შენ რო უკვე გზაზე ideki, მე მაშინ გაგიცანი. და იმ გზაზე რა ვიცი, მეც ვეძიებოდი რაღაცას და შენც ეძიებოდი და რაღაცნაირად ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები. მაგრამ დღეს რეტროსპექტიულად რო უყურებ შენ თავს, აი იმ ლევან მათთაშვილს რაც იყო, რაც დაიბადა, გაიზარდა, დაპროგრამდა, საზოგადოების მიერ ჩამოყალიბდა. დღეს როგორ უყურებ იმ ვერსია შენი თავის რაც იყო? ვიცი ცოტა ღრმა კითხვა და ეგრევე, მაგრამ შენ არ გაგიჭირდა. მოდი ესე ვიტყვი საშა. წინა ხარეს გადმოვიტანე ის რაც იყო შიგნით. შიგნით ყოველთვის ბავშვობიდან იყო. და ასე ვთვლი, რომ ალბათ ყველაში არის ეს. რას ეძახი ლევანს? გულახდილობას. გულახდილობას და ალბათ რეალურად ის არსება ადამიანი ხო ჩვენ დავირქვით, ადამიანებმა დავირქვით ეს სახელწოდება ადამიანი. რეალურად არსება ვარ, რომელიც არც თუ ისე განვითარებულია. ძალიან ბევრი რამ არ ვიცი და ეს ცოდნაც რამდენად არის საჭირო, მაგაშიც ეჭვმეპარება. და რა ცოდნებიც ვთქვათ ამ გზაზე მიღებული მაქვს, მაგასაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ. რამე თუ არ არის საჭირო, ვთვლი რომ რაღაც ცოდნებს დავეყრდნო და მაქიდან მივიღო იმ ბედნიერება, ან იმ თავისუფლება, ან იმ სიმშვიდე. ამან არ იმუშავა. როდის მიხვდი რომ არ იმუშავა? ალბათ მთელი ცხოვრება. მაგას ხვდებოდი, უბრალოდ არ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ამას ვეტყოდი, ისე რომ არ შეეფასებინათ ჩემი ნათქვამი. და ძალიან დიდი შიშები მქონდა ამ შეფასების. იმდენად დიდი შიშები მქონდა, რომ იყო პერიოდი, ალბათ თავს ვიბრუებდი იმის გამო, რომ ადამიანებს ჩემთვის კითხვები არ დაესვათ. რითი იბრუე? სხვადასხვა ნივთიერებით. კერძოდ ალკოჰოლით უფრო მეტად. ამითი ალბათ გაწევას ვახდენდი საზოგადოების, რომ თავდასხმა არ მოეხდინათ ჩემთვის. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო შეგრძნებები. თორე შენი კითხვა რაშიც მდგომარეობს, ის ჩემში ყოველთვის იყო.
ტრანსფორმაცია შეიძლება გარედან ჩანდეს და ვიზუალური ტრანსფორმაცია შეიძლება უფრო ჩანდეს, ვიდრე შინაგანი. შინაგანი ყოველთვის იყო უბრალოდ წინ წამოვიღე. და რის ხარჯზე წამოვიღე? ალბათ ერთ-ერთ დღეს თქვი, რომ არ უნდა დამენანოს ცხოვრება. და ცხოვრება რომ არ მენანება, ვთმობ ცხოვრებას იმ როლებს, ეხლა ეს როლები შეიძლება ბევრი როლი არსებობდეს. პოლიციელი ლევანი, იქ უშიშროების თანამშრომელი ლევანი, იქ რაც კერძო რაღაცა, იქ რაღაცა მომუშავე რაღაცა სექტორში ლევანი, მეოჯახე ლევანი, რაღაც ქუჩა ლევანი, ვაკე ლევანი, ეს როლებია. ამ როლების მიღმა ეს კი ანალურად შეიძლება ჟღერდეს, რომ რეალური ჭეშმარიტი მე არსებობს, მაგრამ აი ეს რეალური ჭეშმარიტი მეც გასაწევია. ლევან, მე გამიჩნდა კითხვა, რამ გადაგაწყვეტინა შენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი მაყურებელი ყავს ეხლა, რომ ეს უყურებს ამ პოდკასტს, რომელიც არანაკლები ტანჯება თავის იდენტურობისგან, ვიდრე დაიტანჯე შენ ან მე თავის დროზე. და ბევრი ადამიანი არის, რომელიც იტანჯება იდენტობისგან, როლებისგან, ნიღბებისგან, ამისგან ყველაფრისგან, ამ კონსტრუქტი დავარქვათ პირობითად. შენ რამ გადაგაწყვეტინა, ლევან, რომ შენ მეტი აღარ ხარ მზად, რომ დათმო შენი თავი თუ შენი ცხოვრება თუ შენი არსება? აი რა იყო ის მომენტი, გარდატეხი, როდესაც გადაწყვიტე, რომ მე აღარ დავთმობ ამას? მაგაზე ნაფიქრი მაქვს და ერთ და იგივე პასუხთან მივდივარ, რომ 5 წლის ასაკში დამჭირდა, რომ გავიკეთე ოპერაცია, გამიკეთეს ოპერაცია. ძალიან ტკიოდა რა ჩემს ხელს, ანუ ძალიან დიდი ტკივილები მქონდა. და მახსოვს 5 წლის კი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ამ ტკივილთან რაღაცნაირად უნდა გამკლავებოდი რა, რაღაცა უნდა გამეკეთებინა. და აი დეტაჩს რასაც ვეძახით რა, ანუ გავემიჯნე ტკივილს 5 წლის ასაკში. ნუ ეს ჩაიხურა, ეს кейსი. მე ჩვეულებრივად რაღაც ოჯახური, სოციალური ცხოვრებით დავიწყო ცხოვრება, მაგრამ ის მახსოვდა როგორ გავემიჯნე მე ტკივილს. რა მე არ მიქნია ეს, ანუ რაღაცა ქნა ეს, რომ ეს გამიჯვნა მოახდინა. სავარაუდოდ თვითგადარჩენის მექანიზმი. სავარაუდოდ თავდაცვა. ხო. მე ჩვეულებრივად დავიწყო ცხოვრება. აი, ტანჯვა, ეს ეგზისტენციალური ტანჯვა, ფსიქოლოგიური ტანჯვა, ფიზიკური ტანჯვა. და ეს დაცემები, ტკივილები, მე არ ვიცი ისე ალბათ როგორც ყველა ადამიანმა როგორ ვიცხოვროთ ეს ცხოვრება. ვსწავლობთ ამ ცხოვრებას. ინსტრუქცია არ მოყვება. არ მოყვება. მაინც დავაზუსტე. არა რა კაი იქნებოდა. მაგარი. ხუთში რომ მოდიოდეს ინსტრუქცია. ხო და ეს რაც ვიცით და ისევ ცხოვრობთ, ფაქტია რომ ტკივილის მომტანია. თუნდაც ტრადიციული კუთხით ავიღოთ. ფაქტია რომ ტკივილის მომტანია. და ის ინსტრუმენტი ყოველთვის შიგნით მქონდა რაღაცა ინსტრუმენტი, რომელთაც მოახდენდი გამიჯვნას. მე რა ინსტრუმენტზე ვუბრალო? აი, ნახე, გამიჯვნის ინსტრუმენტი. ჩახსნის. მოდი ჯერ ესე და ჩახსნის ინსტრუმენტი ჯერ ესე დავარქვე. მე აი ეს პოლიცია იქნება თუ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიზიდავდა, მაინტერესებდა, იმიტომ რომ ადამიანი მაინტერესებდა, იქნება რაღაცნაირად გამეგო ვის რა ინსტრუმენტი ან ხერხი აქვს, რომ შვიდად იცხოვროს. რაღაც ფსიქოლოგიური პროგრამები, რაღაცებს ვეზიარე, რაღაცა ბოლო მომენტში რა, სადაც აი რეალურად დიდი ცვლილებები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ეს ფილოსოფიური სკოლა არის, შენც კარგად იცი ეს, 12 ნაბიჯი. მან აღწერილი არის თუ მარტივად, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდე შენი წარმოდგენებიდან. ეს საჭიროება იდგა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის,
უბრალოდ ამას ხმამაღლა ვერავისთან ვერ ვამბობდი, რომ ჩემი წარმოდგენებიდან განთავისუფლება მინდა, იმიტომ რომ გარე სამყაროდან მოდიოდა დავალება, შეკვეთა, ვალდებულება, რომ შენ უნდა იყო, შენ ამას თუ არ გააკეთებ, ესეთი უნდა იყო, ესეთი იქნები და ასე შემდეგ. და ჩემი წარმოდგენები მე თვითონ რომ მაზიანებდა, ამის თქმას ვერ ვახერხებდი. დაფორმით უნდა, ვთქვათ, გინდ ეკლესია ავიღოთ, გინდ ნებისმიერი, ვთქვათ, რელიგია ავიღოთ. იქ არ იყო განმარტება მოცემული. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის გასაგებად, რომ შენივე წარმოდგენები გაზიანებს. შენი შეხედულებები გაზიანებს და უნდა გათავისუფლდე შენი წარმოდგენებიდან. იცი რა ლევან, ერთი მაგალითი მე ვცდილობ რომ მაყურებლის თვალით შევხედო. ერთი მაგალითი წარმოდგენის შეგიძლია მოიყვანო, რომ უბრალოდ ჩავშალო თემა, რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის, რას გულისხმობთ. საშა არის კარგი კაცი. ეს არის წარმოდგენა. დღეს არის ცუდი ამინდი. ეს არის წარმოდგენა. ანუ ერთგვარი ინტერპრეტაცია იმისა, თუ რა ხდება, შეფასება, იარლიყის დაკიდება. თუნდაც მე არ ვგრძნობ თავს კარგად. ესეც ჩემი წარმოდგენაა. იმიტომ რომ მინდა რაღაცნაირად გრძნობდე თავს. იმიტომ რომ სურვილი მაქვს, რომ რაღაცნაირად გრძნობდე თავს. ეს უკვე ჩემი სურვილია. აი ეს ჩემი სურვილით ჩემი წარმოდგენიდან ყალიბდება. და საიდან გვიყალიბდება ეს წარმოდგენები? ტკივილებისგან. ანუ დაბადების მომენტში ჩვენ განვიცდით დიდ ტკივილს. უკვე მუცელში არსებობის დროს. რო ვიბადებით, ტკივილით ვიბადებით და თავდაცვა ალბათ რაღაცა იგონებს სხვადასხვა ხერხებს, რომ ეს ტკივილი გაიყუჩოს. ეს ტკივილი დავაკონკრეტებ, არის შეგრძნებების ტკივილი. არის ვარიანტი, რომ მე შეგრძნებები გავყინო, დავაიგნორო. არის ვარიანტი განვიცადო, გადავყლაპო, ყურადღება არ მივაქციო. მაგრამ ეს ვარიანტები დგას ჩემს წარმოდგენებიდან. ყველა ვარიანტში თავდაცვა პირველ რიგში წარმოდგენას მიჩენს, თუნდაც ამ ტკივილის მიმართ. და ეს ჩემი წარმოდგენა უკვე შეიძლება იყოს, რომ ხალხი ცუდად მეკცევა მე, ან სახელმწიფო არ არის სათანადოდ გამართული, ან სოფლიო უსამართლოა, ღმერთი უსამართლოა და თითქოს და ამითი ვიყუჩებ მე ამ შეგრძნებით ტკივილებს. და მივაგენი იმას, რომ ეს ყალბი გზა არის, ანუ არასწორი გზა არის. როგორ მიაგენი? არ იმუშავა ასეთმა ცხოვრება. ანუ შეეჯახე კედელს, რომ შენ ცხოვრება არ მუშაობს. არ მუშაობს, ერთი და იგივეს ვაკეთებდი, რაღაც თითქოს რაღაცა სხვა შედეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შედეგი იგივე იყო და მივხვდი, რომ ერთ წრეზე ვტრიალებ. მერე მივედი დახმარება ვითხოვე, რომ აბა გამაგებინეთ. რამდენი წლის აი ამ დახმარებისთვის რეალურად როდესაც შენ მიხვდი, რომ რავი, შენ ცხოვრება არ მუშაობს და დაიწყე ძიება. ეს მთელი ცხოვრება რაღაც ეტაპები ხდებოდა. მაგრამ როგორ იყო, იცი, ეხლანდელმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ შენო ბევრ არასწორ ადამიანთან მიხვალ ცხოვრებაშიო. იმიტომ მიხვალ არასწორ მასწავლებელთან, რომ შენ ამის ხარჯზე დაანგრიო შენი ყალბი ეგო. შენ ყალბი ეგოს რო დაანგრევ, შენში დაიბადება ჭეშმარიტი გურუო და ის ჭეშმარიტი გურუ მიგიყვანს ნამდვილ მასწავლებელთან. ეს გზა გავიარე. ანუ შენ რეალურად კლასიკურად ესე ვთქვათ, იმ სიყალბიდან გამომდინარე რაღაცა მასწავლებლები გამოცადე, ალბათ იმათაც თავისი როლი ჰქონდა. ზოგჯერ გზა რო იპოვა, უნდა დაიკარგო. აუცილებელია. ხო და ეს დაკარგვაც გზის ნაწილია. კი. და ფრუსტრაცია არ არსებობს არასწორი მასწავლებელი, არ არსებობს. იმ მომენტში ვინც გჭირდება, იმას გამოგიგზავნის. აუცილებლად იმ მომენტში შენ რაც გჭირდება, აი ამ момენტში რაც გჭირდება, ის მეძლევა ეხლა. ლევან, იცი რა ვერ ვითფედ ეს კითხვა რო არ დაგისვა. ანუ შენ იყავი ძალიან საკმაოდ წარმატებული, მოდის გარე ატრიბუტებს ჩამოვთვლი რა, საკმაოდ წარმატებული, პოპულარული, არც ისეთი ისა ქვია, ანუ ყველაფერი ადგილზე ქონდა რაღაცნაირად, ცოლი, შვილის კარიერაც, ანუ ყველაფერი რაღაცნაირად, რასაც საზოგადოება
აპროგრამებს ადამიანებს, რომ თუ ის სოციალური პროგრამები შექმენი ეგ-უდრის ბედნიერებას და შენ რეალურად ეგ პროგრამები მეტნაკლებად შესრულებული ქონდა, ხო? ანუ რაღაცნაირად ეგ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჯერა რომ მე თუ კარიერას შედგება ვიქნები ბედნიერი, ფულს თუ ვიშოვი ვიქნები ბედნიერი, აი ოჯახს თუ შევქმნი და შვილებს გავაჩენ თუ ხეს დარგავ, აი ეს კლასიკური მოდი ესე ვთქვათ, სოციალური პროგრამები, რომელიც არსებობს, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება იმ პროგრამებს და ჯერა რომ იმ პროგრამას რო შეასრულებს, გახდება ბედნიერი და მე განიცდის ფრუსტრაციას, ან გაყუჩებას. სხვა გზა არა აქვს. ან უნდა გაიყუჩოს, გაგრძელოს, თავი მოიტყუოს, ან უნდა ფრუსტრირდეს ბოლომდე. რაც ჩემი აზრით, ჩემი და შენი გზა იყო, ხო, ფრუსტრაციის. ხო და იყო შენთვის ადვილი დასათმობის ლევანობა, რომელსაც ამდენი წელი აშენე, ამდენი ძალისხმევა ჩადე იმ ლევანის შექმნაში რა, რომელიც ის იმ ცხოვრებით ცხოვრობდა. აი რაღაცნაირად არ დაგენანა არ იმდენად და ჭოჭმანი. ძალიან კაი კითხვაა, მადლობა საშა. იმდენად ტკივნეული იყო ისევ შეგრძნებების ტკივილს დაუბრუნდები, ჩემთვის ჩემი განხორციელებული მოქმედებები, შედეგები, თუნდაც სხვა ადამიანების ზიანის ნაწილში, საკუთარი თავის ზიანის ნაწილში იმდენად მტკივნეული იყო, ფაქტობრივად. უბრალოდ ვერ ვახერხებდი, სხვა გზა არ მქონდა, არ ვიცოდი, სხვა სწავლება არ მეჭირა, რომ სხვანაირად მოქცეულიყავი. ეს რაღაც ყალბი ვალდებულებების საკუთარ თავზე დაკისრების ხარჯზე თუ საზოგადოების რაღაც პასუხისმგებლობების დაკისრების ხარჯზე, რომ სიტყვა მომიწია ცოტა მეშინია ამ სიტყვის. მაგრამ ესე მოხდა, რომ ყველაფერი დავთმე. სანაცვლოდ იმისა, რომ ეს ტკივილები არ განმეორებულიყო. არის იმისი საშიშროება, რომ დღესაც შეიძლება ჩემი ცხოვრების ასეთი სტილით და ასეთი ცხოვრებით სხვა ადამიანებს შეიძლება ზიანი ადგებოდეს. უბრალოდ კარგად გავიაზრე, რომ ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს ამ ცხოვრებაში. ის გავიაზრე, რომ ჩემი მოქმედებები თუ სხვა ზიანდება, ეს მისი პასუხისმგებლობაა. უბრალოდ ჩემი მოქმედებები აღარ ეყრდნობა ჩემს სურვილებს და წარმოდგენებს. შეიძლება ითქვას, რომ მორჩილებაში ვიმყოფები. ეს მორჩილებაც თავის დროზე აბსოლუტურად სხვანაირად მესმოდა, ისევე როგორც ქრისტე, ისევე როგორც ბუდა. შეგიძლია შემიდარო როგორ გესმოდა და როგორ გესმის დღეს? პირდაპირ აი მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, მორჩილება მეგონა მონობა. იესოს სწავლება საერთოდ გაუგებარი იყო, ბუდიზმი საერთოდ გაუგებარი იყო ჩემთვის. ამას რატო ვასახელებ? იმიტომ რომ ეხლა რეალურად მაგ სწავლებებიდან ვახორციელებ ჩემს მოქმედებებს. და აღმოჩნდა, რომ მორჩილება არის თავისუფლება. და თავისუფლება არის საკუთარი აზრებიდან და სურვილებიდან განთავისუფლება. ანუ საკუთარ სურვილებზე და აზრებზე უარის თქმა. და აქ უკვე შევეხე უპირობობას, მათ შორის სიყვარულს. რამე თუ აღმოჩნდა, რომ სიყვარული არ არის ემოცია, სიყვარული არის ემოციების მიღმა მდგომარეობა, ისევე როგორც არის ბედნიერება და სიმშვიდე. ბევრი ტკივილი გავიარე ამ ემოცია სიყვარულით, ესე მარტივად რო ვთქვათ, რომ სიყვარული რა არის, პირდაპირი პასუხი ალბათ ჩემი იქნება, რომ ძალიან დიდი ტკივილი. მაგრამ თუ დავაკონკრეტებთ, რომელ სიყვარულზეა საუბარი, იმასთან არც ტკივილი არ არსებობს და არც სიხარული არ არსებობს. ის მდგომარეობა არის, უწონადობა არის ის. ის ყოფა არის, ამიტომ არის თურმე ნათქვამი, რომ ღმერთი არის სიყვარული. და კი ვიზიარებ ამას, რომ აღქმაში როცა ვიმყოფები, ღმერთი არის სიყვარული. ეხლა მე რასაც საუბრობ, მე ვგრძნობ, რომ შენ ეს გესმის და ეხები და მადლობას გიხდი საშა ამისთვის. რამე თუ არ არის ბევრი არსება, სახელად ადამიანი, ვისაც
შეხება აქვს ამასთან. მერე იყო სიცხადე უკვე რომ რატო ვართ ადამიანები უმეცრები, უგუნურები. ვაღიარებ პირველ რიგში მე ვარ უმეცარი თუ ვარ, იმიტომ რომ სიტყვა უმეცრება არის გაუთვითცნობიერებლობას ნიშნავს. გაუთვითცნობიერებლობა თუ კიდე ჩავშალეთ, ესე იგი მე ვერ ვხედავ ჩემს ეგრეთ წოდებულ ეგოს. მე თუ დავინახე ეგო და მე თუ მიზანი მაქვს გათავისუფლდება, ამ ეგოს შემიძლია გავეკარო, შემიძლია არ გავეკარო. უკვე ეგრეთ წოდებული დამკვირვებლის პოზიციიდან. მაგრამ ნახე უფრო სიღრმეში შემიყვანა. იმიტომ რომ მათ მოგეხსენება ჩვენც არაერთხელ გვაქვს მაგაზე ნალაპარაკები, რომ არსებობს ძალიან დიდი სპექტრი ხიბლის. მაგ ხიბლში თუ შევარდნი, მაქედან გამოსვლა კიდე ალბათ მთელი ცხოვრება უნდა კიდე. მაგრამ აქ მოქმედებებს აკვირდები აუცილებლად. შენ სწორ მოქმედებებს ახორციელებ თუ არა, შენ რას გრძნობ და რას ფიქრობ, ეს არ არის ფაქტები. და მოქმედებებში თუ არის რომ შენ მასწავლებელი გყავს, იმასთან გადამოწმებებს აკეთებ. შენი მოქმედებები თუ დგას ზუსტად იმაზე, რასაც სწავლებები გეუბნება, მაშინ არ ახარ ხიბლში. აცმანის სხვა პოდკასტის წარმდგენი არის დეველოპერული კომპანია Homer-ი. Homer-ი გპირდება სახლს, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია. რას ნიშნავს ეს დაპირება? ეს დაპირება ნიშნავს ისეთი სახლის შექმნას, სადაც ყველაფერი საათივით გამართულად მუშაობს. ხარისხიანი კონსტრუქციითა და ცხოვრებისთვის მიმზიდველი ყოველდღიურობით. მე პირადად ვიცნობ კომპანიის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც სიტყვები უბრალოდ დაპირებები არაა და დადებული პირობა ყოველთვის სრულდება. ამიტომ თუ ეძებ ბინას შენთვის, შენი ოჯახისთვის ან საინვესტიციოდ, მაშინ Homer Alpha შენებარი პროექტი დიღომში შეიძლება აღმოჩნდეს შენთვის ძალიან საინტერესო. ამიტომ გადადი მულზე და ნახე რას გთავაზობს Homer-ი. Homer-ი არის ჩვენი მეგობარი, არის პარტნიორი და პოდკასტის წარმდგენი. სანამ გავაგზავნე მნიშვნელოვანია, მე ხა ძალიან მოდი ესე ვთქვათ, მე მაინტერესებს შენი განმარტება ეგოსი. ხა ბევრი ლაპარაკობს ამაზე. რო ასკროლო, ყოველი მესამე საუბარი არის ეგოზე. ესეთი იცი ას მაგონებს ეგ ძაღლი რო თავის კუს დაძდევს. ხომ მაგარი საინტერესო პროცესია. ეგო რო ცდილობს ეგოს პრობლემა ამოხსნას. ეგ შეიძლება გაგატაროს თელი ცხოვრება და შენ ეცადო რომ უბრალოდ მე მაინტერესებს შენი განმარტება, დღევანდელი შენი ხა შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, მე ამაზე ერთმანეთი წელწადნახევარი არ გვინახავს. კი შეხმიანები ვარ ტელეფონით, იმიტომ პორტუგალიაში იყო, ვერაფრით ვერ ჩავედი მაგასთან. ეს დაპატიჟება ვერაფრით ვერ განვახორციელე და მაგიტომაც ვეძიები ახლა ნემანში, იმიტომ გულსფერად მაინტერესებს დღეს როგორ ფიქრობს, თორემ მე და ნემას ბევრ ამ თემაზე ნასაუბრებიც ავართ. აზრების გასვლილი გვაქვს, მაგრამ დღევანდელ ვერსიას ნემანის მე ხო არ ვიცნობ. ამიტომ ბევრ კითხვას დავსვავ თავიდან, ნემან რომ ეს ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ მე ხო დღევანდელი შენი ვერსია მაინტერესებს და მაგიტომ არ გაგიკვირდეს, რომ ისეთ თემებს შევეხები ისევ, რომელიც ბევრჯერ გვისაუბრია. დღეს როგორ უყურებ ეგოს, რა არის შენთვის? და ხიბლზეც მინდა ცოტა მესაუბრო, რატო ვარდებით ხიბლში? ნახე, ეგო ეხა მეუბნება, რომ აქ ორი ვარიანტია რა. რომ ერთიო ეს მარკეტინგულათო, რაღაცა დაახასიათე ეგო რა არის. ისე ეს ეგო მეუბნება, რომ აი მოდი მარკეტინგულად, ოღონდ ცოტა აი თვითონ ფეიქ სულიერებით შემოიყვანე და ეს დაახასიათე, ესე თქვი, ისე თქვი. არაფერი არ არსებობს, საშა. საერთოდ არაფერი არ არსებობს. არც ეგო არ არსებობს და არც ის ხიბლი არ არსებობს. იმარე, ეხლა რა აზრებიც ჩამოთვალე. ხო და ნახე. ის ხო სადღაც არც საწყა ხო ამოიკითხე. შენი კითხვა იყო დროული.
ჩემი პასუხი მოყვა შენს კითხვას. და კითხვა იყო, რომ ეგო დამიხასიათე და ჩემი პასუხი არის, რომ არ არსებობს ეგო. და როგორ არსებობს ის რის ხელშიც ვარ? აი შენ წარმოდგენა გაქვს? ნახე, ზემოთ ცოტა რაზე ვისაუბრეთ, რომ წარმოდგენებისგან გავთავისუფლდი. ჩემი წარმოდგენა თუ იყო, რომ ეგო არსებობს და უნდა დავახასიათო ეგო, მე ამ ეგოს არსებობას და მის დახასიათებას მოვახდენ ჩემი წარმოდგენით. ანუ ისევ ეგოდი. ისევ ეგოდი. და მე თუ ვამბობ, რომ ჩემი წარმოდგენებიდან უნდა გავთავისუფლდე, შენ მაგაზე მკითხავ, რომ ესეც ხო შენი წარმოდგენაა, რომ უნდა გამთავისუფლდე წარმოდგენები. ეგ იყო ჩემი შემდეგი კითხვა. ხო? დამასწარი. და აქ შევდივარ მორჩილებაში. ხელებს ვსევ. და სწავლება, რომელიც ითვლის არაერთ საუკუნეს, რასაც მეუბნება, იმას უბრალოდ მოქმედებით ვაკეთებ. მაგრამ მაშინ სად მივყავარ იცი ამ დიალოგს? ყველაფერს რასაც სიტყვა აღწერს, ძალაუნებურად ეგოში უნდა გაატარო, იმიტომ რომ მექანიზმი, რომელიც აღწერს სიტყვიერად რაღაცა მოვლენას, ეყრდნობა რაღაცა ცოდნას. კი ბატონო, ეხლა შევდივარ შინაარსში ისევ. მე ვამბობ, რომ შინაარსში შესვლას არ ვახდენ. მე როგორც კი შინაარსში შევდივარ, მანდ უკვე ირთვება ეს ეგო და შიდა დიალოგი იწყება. შიდა დიალოგი შეიძლება არსებობდეს 24 საათი, 24 საათი, უბრალოდ მე არ ვეკარები ამ დიალოგს. და რას აკვირდები უბრალოდ? არც ეხლა უკვე არ ვაკვირდები. თავისით არის. თავისით არსებობს? თავისით არსებობს. შეიძლება რაღაცა პერიოდი არც არსებობდეს ეს დიალოგი. აღარც გაწუხებს. არ მაწუხებს საერთოდ. საერთოდ აღარ აქცევ ყურები. აი საერთოდ, იმიტომ რომ ამ წამს ვცხოვრობ მე, ამ წამს ვაღიარებ ამას. ამ წამს არ ვაქცევ მე ყურადღებას. გუშინ მივაქციე თუ ყურადღება ამ ესეთი კითხვა რო დამისვა, გეტყვი რომ არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ ამ წამს მე მოქმედებებს ვაკეთებ, რომ არ მივაქციო ყურადღება ამ დიალოგს. ეს წამი არის ღმერთის, ეს წამი არის არ მიქცევა, რეაქციის არ მოხდენა და ეს წამი არის უპირობო სიყვარული. ამას განცდით შეიძლება აღიქვა რა, ანუ განცდა შეიძლება გაუკეთო ამას, მაგრამ კარგია და ცუდია ეს განცდა, ამის ეს ისევ დიალოგში შესვლას ნიშნავს და ამიტომ არ ვახასიათებ ამას, არ ვახარისხებ. თუ ჩემთან ვინმე მოდის, ვცდილობ, რომ ჯერ იმას კი არ ვემუშაო, ვინმე სხვა ადამიანს კი არ ვემუშაო ან ველაპარაკო. ის ადამიანი მე მასწავლის იმ მომენტში, როგორ მოვახდინო ეს აქტი, რაზეც ვსაუბრობ. თუნდაც ეხლა შენთან რო ვსაუბრობ, არ ვიცი, არაფერი არ არსებობს. აი მე თუ დავიწყო რამის მტკიცება, მე შევალ უკვე დიალოგში. ანუ გამეხსნება შინაარსები, წარსული, რაზეც სწავლება მეუბნება, რომ უმეცრებაა. იმიტომ რომ შენ ჭეშმარიტებას კარგავ, როდესაც წარსულში გაგტვინი ან მომავალში. ცოდვა ხო ეს არის. ეგრეთ წოდებული ცოდვა არის, როდესაც მე აწმყო მაგ დაკარგული. ამიტომ არის უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე. ეგ ეს მიკვირდა სხვათა შორის საშა, რომ ეს უფალო შემიწყალე, უფალო შემიწყალე, აი ესე ხშირად რატო იმეორებენ. სასულიერო პირები თუნდაც. ისინი ხომ მსახურებაში არიან, ხო, ესეთი ცხოვრებით ცხოვრობენ და კიდე რაში ჭირდებათ უფალო შემიწყალე, უფალო. მივხვდი მაგას. იმაში ჭირდება, რომ ტვინი ყოველთვის არის ან წარსულში, ან მომავალში, ეს გულისხმობს ავტომატურად უკვე ცოდვაში დგომას და უფალო შემიწყალე არის იგივე მანტრა, ვთქვათ ავიღოთ, ვთქვათ აღმოსავლურად და ამ მანტრას რო ატრიალებ, მაღალ ენერგეტიკული სიტყვებია ეს და გამყოფებს აწმყოში. ანუ გაცილებს წარსულს და მომავალს და ამ გაგდებს მომენტში. და ამ მომენტში არის ღმერთის გამოვლინება. ეს მომენტია ღმერთი. ღმერთი არ არსებობს სადღაც. სადმე. ანუ ეს მომენტია ღმერთი. და ჩემი რა ვიცი, ხა ესევა. ლევან, მინდა დაუბრუნდე მესმის, თუმცა პოდკასტს წერთ, სიტყვები ვჭირდება, თუ არ ვილაპარაკი სიტყვები, აყურებელი ვერაფერს ვერ გაიგებს. ამიტომ მივიღოთ ეგ მოცებულობა. მე მაგ კითხვა შენთან. მე ხშირად მისვამენ ამ კითხვას და მე დაგისვავ შენ, იმიტომ მართლა გულწრფელად შენი აზრი მაინტერესებს.
შენ მეუბნებიან, რომ ტკივილის გარდა შეიძლება ადამიანი რამემ გააღვიძოს. შენ როგორ ფიქრობ? აინო, შენ სახსენებ ტკივილს. მე ხშირად ვახსენებ ტკივილს. მე ვამბობ, რომ ფეხსაცმელს ჩემთვის რო არ მოეჭირა. მე სხვა მეტაფორს ვიყენებ, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე ტკივილის გარდა არ შეიძლება ადამიანი რომ რამემ გამოაღვიძოს? ხო, აი ესეთი ღრმა ძიულში მყოფი ადამიანი, რომელიც იდენტობაში არის და საზოგადოებამ გაზარდა ბიორობოტად. ჩვენი საზოგადოება ხო ბიორობოტებს დის. აი ამ წარმოდგენებით უტენის ტვინს და მე ტვინი რეალობასთან აღარ ოპერირებს რაღაცა მომენტში და გადადის სრულად წარმოდგენებთან ოპერირებაზე, ხო? ანუ ჭიქას, ანუ მინდა ასევე ახსნა. ანუ არის ფიზიკური ობიექტი ჭიქა. და ჩემ ტვინს აქვს შაბლონი, რომელსაც ქვია ჭიქა. შესაბამისად, მე რო ჭიქას ვიწერ ხელში, თუ მე გაცნობიერებული არა ვარ, ჩემი ტვინი იოპერირებს შაბლონთან ჭიქა. ანუ არ ჭირდება ტვინს, ტვინი არის ენერგოეფექტური ორგანო და მას არ ჭირდება ჭიქის შესვა, რა ჭიქაა ეს? არ შეხედავს ჩემი ტვინი ავტომატურად მასზე. ჩემი ტვინი ამოიღებს შაბლონს, რომელსაც ქვია ჭიქა და ურთიერთობა ექნება შაბლონთან. ანუ წარმოდგენასთან ჭიქაზე ექნება ოპერირება და არა თვითონ ჭიქასთან. ეს უბრალოდ მარტივი მაგალითი რო ახსნა, რითი განსხვავდება რეალობა წარმოდგენისგან რეალობაზე. ხო, ანუ ეგ არის საბოლოო ჯამში. ხო და აი უბრუნდები კითხვას. შენი აზრით არსებობს რაღაცა სხვა სცენარი თუ ტკივილი არის ერთადერთი გზა, სადაც ეს ტკივილი ხდება აუტანელი, თუმცა ბევრი ადამიანი ისე იბადება და კვდება, რომ ამ ტკივილით ამთავრებს ცხოვრებას, მოდი ესე ვთქვათ. ამიშალობა აქ აიგნორებს ამ ტკივილს თუ არ აქცევს ყურადღებას თუ იყუჩებს თუ რა სტრატეგიას იყენებს ამ ტკივილს თვალებში არ ჩახედოს, გავონებოთ ამასთან. რამე სხვა გზა არსებობს არა ტკივილთან დაკავშირებული, რომელიც რაღაცნაირად ჩემი და შენი გზა არის. ანუ ჩემ გზაზე ტკივილი იყო, შენ გზაზე ტკივილი იყო. არსებობს თუ არა სხვა სიზმარი, ანუ ესე ვთქვათ. ხო, არა, სხვა სიზმრიდან გამოსვლის გამოფხიზლება ამ სიზმრიდან ტკივილის გარდა თუ არსებობს. ტრიპს რასაც ეძახიან, ხო? მოგზაურობას რა. ტრიპში ვიყავი. და როცა ალბათ იღვიძებ ადამიანი, ხვდები რომ ტრიპში იყავი. ტრიპიდან გამოსვლის გზა ტკივილის გარდა არსებობს თუ არ არსებობს? სხვას არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილიც ალბათ ტრიპის ნაწილია და კი არსებობს. არსებობს. თუ კი აღიარებ, რომ ტკივილი ილუზია არსებობს. ტკივილს შენ არ ქმნევ სახელს ტკივილს, მაშინ ჩნდება ტკივილი. როდესაც შენ სახელს არ ქმნევ რაღაცას, მაშინ ჩნდება ის რაღაცა. როდესაც დაავადებას არ ქმნევ დაავადებას, მაშინ იბადება დაავადება. და ეხლა აი ამ მომენტში მე ვამბობ, რომ შემიძლია არსებობდეს, შემიძლია არ არსებობდეს. მე თვითონ შემიძლია წარმოვქნა ტკივილიც, გამოღვიძებაც და შემიძლია შევქნა ღმერთიც და ყველაფერი უარყო. მაგრამ ისე უბრუნდები სწავლება. სწავლება მე მეუბნება, რომ შენ რისიც გწამს, ის დაგღუპავს. შენ რომელი ღმერთისაც გწამს, ის ღმერთი დაგღუპავს. მე თუ წამს, რომ ტკივილის გარეშე არ შეიძლება გამოღვიძება, ესე იგი ტკივილის გარეშე არ შეიძლება გამოღვიძება. ამიტომ არც ერთ კონცეფციას მე არ ვეკიდები. მაგრამ შენი გამოცდილება ჩემი გამოცდილება არის ის, რომ ყველაფერი მაგარი ილუზია არის. არაფერი არ არსებობს და ძალიან სწორად ამბობ შენ, რომ ეს პროგრამა, რასაც ადამიანებში უწერთ, სოციალური პროგრამა იქნება თუ ბიორობოტი თუ რაც ვინა ის დავარქვათ. იგივე სისტემები ეს ქვეყნის თუ პოლიტიკური სისტემებიც ალბათ საჭირო არის რომ იყოს, იმიტომ რომ ადამიანი იმდენად ჭკუიდან შეშლილია, იმხელა საფრთხეს წარმოადგენს, რომ მას მართვა ჭირდება. ძალიან დიდი საფრთხეა ადამიანი. რას გულისხმობ? ნუ აი ელემენტარულად ბუნებას ჭრის რა, კლავს ყველაფერი. ყველაზე აგრესიულია ამ სამყაროში, რასაც დედამიწა ქვია,
ფაქტობრივად ყველაზე აგრესიულია ვირუსია, რომელიც მრავლდება და რომელიც ელემენტარულად ერთმანეთს უყვირის რა, ანუ ერთმანეთს ეჩხუბება, უთყამს, კლავს. დღეს ესეთი სამყაროა, რომ ადამიანი ადამიანის მტერია. ჯერჯერობით ამ სამყაროში ვარ. ამ ცნობიერებაში ვარ. მე შემიძლია რომ ვიყო მონაწილე ამ მექანიზმის და სისტემის და შემიძლია არ ვიყო. ამ არჩევანს მე დილას ვაკეთებ, რო ვიღვიძებ. შემიძლია ვიყო ამ თამაშის წესებში, რომელიც ნასწავლი მაქვს, როგორც ბიორობოტს და შემიძლია ამ მედიტაციურ მდგომარეობაში ეგრეთ წოდებულში ვიყო და ვარი ვთქვა ამ სოციალურ წესებზე, მაგრამ ესეც ნასწავლი მაქვს მე გარე სამყაროდან. და ეს ცოდნები, რასაც მე ვახსენებთ. ეს ცოდნები მე მასწავლის, მეუბნება, რომ არ მიეჯაჭვო არც იმ სისტემას და არ მიეჯაჭვო არც იმ სწავლებას, თუნდაც რასაც მე გასწავლე. სპეციალური შეთავაზება კაცმანის პოდკასტის მსმენელებისთვის ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრისგან. 55%-იანი ფასდაკლება ინვიტრო განაყოფიერების პროცედურაზე. 15%-იანი ფასდაკლება კონსულტაციებზე, ანალიზებსა და კვლევებზე. აქცია მოქმედებს კლინიკა GGR-ში. დაჯავშნა ხორციელდება წინასწარი ჩაწერით. ბევრს ლაპარაკობ ვიდეოებს რო წერს სოციალურ კონტენტს სოციმედიისთვის, შენ ბევრს ლაპარაკობ მიჯაჭვულობაზე. ეს მიჯაჭვულობა ხო არ არის ერთგვარი მექანიზმი, ასევე რომელიც არის ადაპტაცია, აი ამ როგორ თქვა, რავი, ადაპტირდები, კონტროლის ილუზია მაქვს ამ მიჯაჭვულობებით თუ რა მაქვს. რაღაცნაირად ადამიანი, ზოგი არის ადამიანებზე მიჯაჭვული, ზოგი შოპინგზე, ზოგი არ სკროლაზე, ყველაზე თანამედროვე მიჯაჭვულობა ხო სკროლა, ხო? რავი, 3 საათ ნახევარს ატარებს ხალხი დღე-ღამეში ტელეფონში. ან სხვადასხვა მიჯაჭვულობები და სხვადასხვა მე მგონია, ლევან მაგაზეს მინდა აზრი კითხო, რომ აღარ მახსოვს ვისი წიგნი იყო, მე გამახსენდება ან ლინკს დავდებთ ამ წიგნის, იყო წიგნი პიარის მამაზე და კონსუმერიზმზე. და მაგ წიგნმა რა აზრი დამიტოვა, იცი? რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ ახლა. ეგეთი აზრი დამიტოვა, რომ კაპიტალიზმმა და კონსუმერიზმი საიდან გამოიგონა. კაპიტალიზმი მიხვდა, რომ ადამიანი ფუნდამენტურად არ არის ბედნიერი. და დაიწყო ბედნიერების ჩამნაცვლებლების წარმოება მასიური. შოკოლადიდან დაწყებული, დამთავრებული სოცმედიით, ჩემი გადმოსახედიდან არის გათვლილი პროდუქტები იმაზე, რომ ადამიანი დღე და ღამე იპახაოს, დახარჯოს თავის ცხოვრება, ჯანმრთელობა, ემოცია, ყველაფერი დახარჯოს, დაიღალოს და მერე ბედნიერების სუბსტიტუტებს ვეძახიან მას, ჩამნაცვლებლებით, ამოიტენოს მერე თავისი თავი, გაზიაროს სოციმედიაზე თან რომ გამოიტენა, თან კარგი რაღაცით ამოიტენა. ანუ რას გულისხმობ, იცი? ძალიან დიდი მანქანა არის აშენებული ამაზე, რომ ადამიანი ფუნდამენტურად არ არის ბედნიერი. და ამ ბედნიერების ჩამნას, როგორც ახლა ვთქვა, დიაბეტიკს სჭირდება, სახარინი, ხო? ჩამნაცვლებელი ხო სახარინია თორცდებ. ესე გამოიგონა ბიზნესმა მილიონი ჩამნაცვლებელი და ყველა ჯიბეზე არის ჩამნაცვლებელი. არ აქვს მნიშვნელობა $100 გიდევს თუ 100 მილიონი. მილიონი სათამაშოები არის გამოგონილი იმისათვის, რომ შენ ამ ჩანაცვლებით იცხოვრო. ჩანაცვლებული ცხოვრება ჩანაცვლებული ბედნიერებით. ესე რო ვთქვათ. გეთანხმები. მაგრამ აქ დგება ერთი საკითხი, ლევან, და მაგ კითხვა მაქვს შენთან. როდესაც სისტემას ეთიშები, რაღაცნაირად ხა. იცი როგორ რაღაცა არის, შენ რო იცხოვრო, ხა შეიძლება არ მინდა წარვიდე წარმოდგენებში, რომ რანაირი უნდა იყოს ცხოვრება. ხა აქ ძალიან შორს წავალ და არ მინდა, ვიცი რომ არ შენ არ გაინტერესებს ეგ, მე ყველას თავის წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს თითქოს ცხოვრება.
ხო და რო ითიშები ამ სისტემას და ესე რომ მიენდობი, ანუ ეს საკმაოდ ისეთი ნაბიჯია, იმიტომ რომ შენ სისტემას რო ეთიშები, მე სისტემა შენახი ქვავს ვირუსად. აღარ გიკარებს. ანუ შენ სხვა აღარ გინდა რომ ის გაიყარო, იმიტომ რომ სისტემის ნაწილიდან ძლივს გამოხვედი, მაგრამ შენ სისტემისთვისაც მიუღებელი ხდები. ანუ რაღაცა კუთხით. გეთანხმები? არ არის ეგრე? ანუ სისტემაც იწყებს ბრძოლას თითქოს თავისი იმუნიტეტით. კი. იმიტომ რომ შენ აღარ ახარ სისტემის ნაწილი მატრიცაში მახსოვს ეგ მომენტი, რა მაგარი მომენტია, ნეოს რო გამოაფხიზლებენ და მე. ხო და არა მაქვს, იცი არა, გახდა ნახი. იქ არის მომენტი, რომ ნეო რო გამოფხიზდება, რო გამოაფხიზლებენ ის მორფიუსი და ხო, აი არც ერთი ის არა მაქვს სერია. არა, გახდა ნახი. ხო და მოკლედ მანდ არის მომენტი, კარგად არის დაჩვენები, რომ სისტემას რო გაეთიშა, მე რა სისტემა ჩარეცხავს ამ ტიპს, იმიტომ რომ ნუ აღარ არის სისტემის. ხო, სისტემა გეწინააღმდეგება, გიპირისპირდება. გიპირისპირდება. შენ როგორ შეძელი აი ამის როგორ თქვა გადალახვა ეხლა მოდი ესე ვთქვათ არ ამგონია რომ ესე მოდი ესე ვთქვათ მარტივი გზა არის ანუ ძალიან ბევრს აშინებს ეს გზა ლევან ანუ ძალიან ბევრს აშინებს იმიტომ რომ მე რო სისტემას გავეთიშო აბა ფულს როგორ ვიშოვი აბა ციცოლს როგორ მოვიყვან ანუ ეგ ყველაფერი ხომ მოქმედებს და ნუ ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება დაბრკოლება იყოს და მე შეიძლება ლევანივით ესე მინდობილი ვერ ვიცხოვრო, ანუ არ მეჯერებოდეს ესე რა, რომ აი ასეთი გაბედული ნაბიჯი გადავდგა და შეგიძლია მაგაზე კომენტარი გამიკეთო. კი, ალბათ ეხლა შენ რასაც კითხულობ ეგ არის ტკივილი თუ კი რამე დარჩა და არსებობს ეგ ტკივილი რა. ისევ გვახსენებ სწავლებას და საკუთარი ტვინით მიღებული გადაწყვეტილებები აქ არ მუშაობს. სწავლება გვეუბნება, რომ თუნდაც ავიღოთ იესო ქრისტეს სწავლება. მე თუ მებრძოდნენ, შენს დაგიწყებენ ბრძოლას. იესო ქრისტემ დედაც და ძმებიც გაწია გვერდზე. ამით იგვანახა, რომ მიჯაჭვულობა არის ერთ-ერთი და ალბათ მე ვთვლი, რომ ერთადერთი ფაქტობრივად გამოსავალი გათავისუფლებისთვის. შენს სურვილებზე და წარმოდგენებზე უარის თქმა მათ შორის არის შეფასებების და განსჯის და კრიტიკის უარის თქმა. ნახევრად ორსული ქალი არ არსებობს, ხო? ასე არ არსებობს ეგეც. ან გამოგდის, ან არ გამოგდის. ის რომ შენ აი წვალობ, არ გამოგიო. არ გამოგიო ეს. იმიტომ რომ იმდენად შენ მართლაც სწორად ამბობ რა, რომ იმდენად დიდი შიშია შეფასების და თუნდაც ამ სისტემიდან გაწევის და დაპირისპირების, რომ იმდენად ძლიერია ეს შიში, რომ არ გამოგიყვანს, ანუ გამორიცხულია. ამიტომ ეს ხდება ერთ წამში, ანუ ეს არ ხდება პროცესში. ის წამში რა, ანუ აი უარის თქმა საკუთარ თავზე. ჩახსნა საკუთარ თავზე. იმის დაკვირვება, იმისი ანალიზი, იმისი შეფასება, იმისი შიშები, რომ მე არ გამომივა, მე მინდა როგორც ლევანია, როგორც საშა ესე ვიყო. აი ეს ყველაფერი ისევ არის ანალიტიკა, ხო? ანუ შიგნით რაღაცა ბრძოლა. ამ დროს სწავლება მეუბნება, რომ შენ ფიქრი და აზროვნება არის უმეცრება. მაშინ ისვის მომეცა. დაცემული ვარ. და მაგისთვის. დაცემულობა ნიშნავს ზუსტად მაგას, რომ მე დავიწყე აზროვნება. ცოტა მეტი მითხარი რას გულისხმობ დაცემულობა? დაცემულობა, თქვათ, ავიღოთ, გინდ ბუდიზმით ავიღოთ, ღრმა ძილის მდგომარეობა. ან ავიღოთ ქრისტიანულად. ადამისეული ცოდვა. ანუ ეს იმას გულისხმობს, რომ მე ადამიანისეულ ცოდვაში თუ ვდგავარ, ან ღრმა ძილით თუ მძინავს, ეს იმას გულისხმობს, პირდაპირ კავშირშია, რომ მე რაღაცებს განვსჯი ვაფასებ, დისკუსიაში ვარ, ანალიზში ვარ. ამ დროს გარე სამყაროს ნუ დაუჯერებო გეუბნება თვითონ სწავლის ფუძე. მეო ახალ სამყაროს დაგანახებო შენშიო. გარე სამყაროს მოწყდიო. და გარე სამყაროდან მე რაც მესმის
კარგი არაფერი არ მესმის სიმართლე გითხრა. ხარისამყაროდან მე რასაც უყურებ და რაც მესმის, მარტო არის შენი თქმის არ იყოს შოკოლადის გაყიდვა, შოკოლადი თუ არა ჰეროინის გაყიდვა, ჰეროინი თუ არა კარგი ტელევიზორის გაყიდვა, კარგი ბინის აშენება და მიდის ბრძოლა რა ჩვეულებრივი. და შედარება, შეფასება და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. და საზოგადოებასაც რა ვიცი, ვისარგებლებ მომენტ და ვეტყვით, რომ დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. მე ახალს არაფერს არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რაშიც ვართ ყველანი. და უბრალოდ ხმამაღლა ამას ვერ ვიძახით. და იმისი შიში რომ მე და თან ტანჯავს ეგ. მაგრად გტანჯავს. და იმისი შიში რომ მე რაღაც გარიყული ვიქნები საზოგადოებიდან და ფულს ვერ ვიშოვი, ესეც იმის პროდუქტია, ამ ანალიზის პროდუქტია. და მე თუ ტოტალურად გავწევ ამას, ტოტალურად ვაღიარებ, რომ მე უმეცრებაში ვარ. მე არაფერს არ წარმოვადგენ. მე მჭირდება ოჯახში მამა. ან მეუღლე, ან რაღაც ოჯახური ტრადიცია მჭირდება, ან რაღაც სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელიც დავეყრდნობი. ან კანონმდებლობა, ან რელიგია. მასწავლებელი, რომელსაც ხელს მოვკიდებ და გავყვები. და არა საკუთარი სურვილებით და ემოციებით და შეგრძნებებით მეგონება, რომ მე იმაზე სოკრატეზე უფრო ჭვიანი ვარ. აი ამაში ჩანს უმეცრება, დაცემულობა. და ეს მე თვითონ ვაღიარე. მაგიტომ მე თვითონ არაფერს არ წარმოვადგენ. მე ტექნიკურადაც, თუნდაც მატერიალური ლოგიკით რო შევხედოთ. ანუ მე ლოგიკით არ ვცხოვრობ, მე გულით ვცხოვრობ, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ ლოგიკით არ ვიცხოვრო. მატერიალური ლოგიკა დაგანახებს, ლოგიკა, აი მარტივი ლოგიკა დაგანახებს მოქმედებებში, რამდენად ტოქსიკურები ვართ. თუნდაც აი როზი ხარ, რაღაც ბუნებაში უყურებ მდინარეს, ამ დროს ფიქრობ, რაღაც სხვა ქვეყანაში რაღაც რომელიც აქ არ არსებობს, მარტო მდინარეს უყურებ და ხეებს უყურებ, ანუ იქ არ არსებობს, მაგრამ შენ ფიქრობ ვიღაცაზე, რომელიც შეიძლება 20 წელიწადით არ ყავს ნანახი. ეს ხო მაგას გულისხმობს. ამ დროს ოპონირება ჩდება მანდ რა, რომ ჩემთან მქონია რა გამოცდილებაში, რომ აიცა მცენარედ ხომ არ გადაიქცევი და შენ ემოციების გარეშე ხო არ უნდა იცხოვრო, ანუ შენი ცხოვრება ხო ემოციებია, ანუ განცდა არის, ეს ხო იკაიფე ცხოვრებით და ასე შემდეგ რა. და ფაქტობრივი მაგალითები თუ არ მე მიცხოვრია მატერიალური ცხოვრება. თუნდაც სიყვარულის ნაწილში, თუნდაც ფულის შოვნის ნაწილში, ან დახარჯვის ნაწილში. მან არ არის ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. მაგრამ მე პატივს ვცემ იმათ, ვინც ამ გამოცდილებებს ღებულობს. პატივს ვცემ, რას ნიშნავს? ანუ მესმის მათი. თორე გეთანხმები ადამიანმა ამ არსებამ, არ იცის რა არის ბედნიერება, არ იცის რა არის სიყვარული, არ იცის რა არის სიკეთე, არ იცის რა არის მშობლობა, არ იცის რა არის შვილობა, მეუღლეობა, საიდან უნდა ვიცოდეთ? და ამას ვსწავლობთ ჩვენ ამ გზაზე. შვილები გვასწავლიან ჩვენ რა არის მშობლობა, საიდან უნდა ვიცოდე რა არის მშობლობა. ისევე როგორც სიყვარულს გვასწავლიან ჩვენ. და უბრალოდ ეს ტექნიკურად ალბათ ვიღაცამ თავის დროზე აგეც არის ისტორიაში ხო კაცობრიობის რო გაწერილი, რომ თავიდან ერთმანეთს ჭამდნენ ადამიანები, მერე დაიყვნენ, მერე შეიქმნა სახელმწიფოები, მერე რაღაცა თემები, რაღაცა ისენი ტომები, რაღაცეები, რომ ეს ერთმანეთის განადგურება რაღაცნაირად ჩაცხრობილიყო. მაგრამ დღეს კიდევ მაგაში ვართ, რომ ერთი მეორეს ვანადგურებთ. მიზეზი არ ილევა. ფაქტია. და რა არის გამოსავალი? ანუ გამოსავალი ესე შეგნებულად რომ მე მინდა რომ აღარ იყოს ტანჯვა და მე წავალ ხა წყალს დავლევ და აღარ დავიტანჯები. ესე არ მუშაობს. ესე რომ მუშაობდეს, მაშინ იყო 2025 წლის წინ მოსული ISO და თქვა რაღაცა და რატო არ შეიცვალა მაშინ? ყოფა რატო არ შეიცვალა? ანუ კიდე 600 წლით ადრე ბუდა იყო და რაღაცა იქადაგა სწავლება გასცა და რატო არ შეიცვალა? რატო შეიცვალა? იმიტომ არ შეიცვალა, რომ ეს მატერიალურ სამყარო, რასაც ვიმყოფებით, არც არასდროს არ შეიცვლება. ესეთია. ეს არ ექვემდებარება ცვლილებას. რადგან ეს არ ექვემდებარება ცვლილებას, ესე იგი, ჩემში შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. და ეგება
ეს მატერიალური სამყარო მაგიტომაც არის ეგეთი, რომ ისევ შიგნით წაგიყვანოს. ან შენ მილიონი იმედგაცრუება განიცადო იმ მატერიალურ სამყაროში, რავი, ფული იშოვო, ცნობილი გახდი, არ ვიცი ვის რა მისწრაფებები აქვს ამ მატერიალურ სამყაროში და მე განიცადო ფრუსტრაცია და ისევ წაგიყვანო შიგნით. ანუ ბოლო-ბოლო ხო ყველა გზა შიგნით მიდის. ანუ გინდა არ გინდა, ანუ მე 100 გზას გამოცვლი გარეთ. კი. და 101 დაგანახებსო ისევ შიგნით უნდა წახვიდე. ანუ რაღაცნაირად ეგ არის, იმიტომ რომ რეალურად რა სამყაროში ვცხოვრობ, ეს შიდა სამყარო განაპირობებს. გეთანხმები. ნახე ბუდიზმში რა ვისწავლე მე მასწავლეს გადმომცეს, რომ არსებობს ანუ ერთ-ერთი საწყისი რა სწავლების არის, რომ შენ უნდა აღიარო, რომ არსებობს ტანჯვა. ამ ტანჯვის სამი ფორმა არსებობს. ეგზისტენციალური ტანჯვა, საიდანაც იბადება ფსიქოლოგიური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტანჯვიდან, ფსიქოსომატიკას რასაც ეძახიან, იბადება ფიზიკური ტანჯვა. ფიზიკური ტანჯვა, ანუ ეს მე თვითონ გავაკეთე რა, ანუ ეს მე თვითონ ჩემ გზაზე ხდება. მე თვითონ დაავადებები მაქვს რა, ქრონიკული რა, რომელსაც რა ვიცი, ესეთ ეხა მე 20 კილომეტრს ვერ უნდა დავრბოდე და დავდიოდი, მაგრამ ძალიან თავისუფლად დავდიოდი და დავდიოდი. ფიზიკური ტანჯვა დაავადებები რო ალაგდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მასთან ბრძოლა. რასაც ეს საზოგადოება ეძახის, რომ მე უნდა დავამარცხო დაავადებები. არა. ფიზიკური დაავადებები რო ალაგდეს, ამისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვა უნდა ალაგდეს და ფსიქოლოგიური ტანჯვა რო ალაგდეს, ეგზისტენციალური ტანჯვა უნდა ალაგდეს და აქ შემოდის რწმენა. ეგზისტენციალურ კითხვებზე ხა ყველას ხო ვერ დაავალდებულებ, რომ რატო არა გაქვს ეგზისტენციალური კითხვები რა. ეგზისტენციალური კითხვები რო გაგიჩნდეს, შენ ამისთვის გჭირდება აღნიშნული დაავადებები. იქ წაგიყვანოს. რო იქ წაგიყვანოს. ძალიან კანონზომიერად არის ეს მოდელი, ზუსტად ეხა შენ რასაც ამბობ, რომ შიგნით შეგატრიალოს. შეგაჯახოს. შეგაჯახოს, ანუ განსაცდელებს რასაც ეძახიან, ხო, სიტყვა განსაცდელი თვითონ მაგას გულისხმობს, ანუ განცდა სჭირდება შენს ემოციას, სჭირდება განცდა. თუ გაცნობიერებულად არ ცხოვრობ, ანუ არ აღიქვამ შენ ვინ ხარ, ფიზიკური სხეულის გარდა კიდე, რა ვიცი, ენერგეტიკული სხეული ხარ და ეთერული სხეული ხარ და კიდე ბევრი რაღაცა, მაშინ შენ სამყარო გივლენს ისეთ გამოცდებს, გაკვეთილებს გაძლევს, რომ შენ მიგიყვანოს განცდამდე. და განცდა რომელსაც ასე გაურბივარ, მაინც დავაზუსტე. ხო, რომელსაც გაურბიხარ, ის გიგროვდება და მე ერთბაშად დიდი განსაცდელი გეძლევა. რომელსაც ვეღარ ეიქცევ. ვეღარ გაიქცევი, ლოგინში ჩააგდებს ბოლო-ბოლო რა. ამ განცდას ეხა რა ფუნქცია აქვს? ანუ ჩემი სულიერი ნაწილი იმისთვის არის შემოსული ამ სხეულში, ამ სკაფანდრში, რომ მასში არსებული ემოციები განიცდადოს და ეს განცდილი ემოციები გადავიდეს გამოცდილებაში, სულიერ გამოცდილებაში, რაც ჭირდება სამყაროს შემოქმედებით პროცესში. თავის მოკლა არ ვარგაო და რატო უშლით თავის მოკლას რა ერთმანეთს? იმიტომ რომ ამ პროცესიდან ითიშები. გარდაცვალება რეალურად არის გადაბადება, მარადიულობაში გადასვლა, ანუ იმასთან ზიარება, რაც შემოქმედება, მთლიანობა. თორე პრობლემა არაფერი არ არის, საშა. ანუ სანერვიულო საერთოდ არაფერი არის, პრობლემა არ არის და არც არაფერი არ არის, არც უფულობაა მტკივნეული და არც ვიღაცა მოვარდეს და დაგწყილოს და გესროლოს, არც ეს არის პრობლემა. მაგრამ შიშები გაქვს, რისი შიშები გაქვს, ისე დაუბრუნდები, შეგრძნების შიშები გაქვს. და შეგრძნების შიშები რატო გაქვს? იმიტომ რომ შეგრძნებას განცდას არ უკეთებთ. შეგრძნებას განცდას რო გაუკეთებ, აღარ გექნება შიში იმ შეგრძნების. ამას გაურბივართ და ამაში განსაკუთრებით გვიჭირს შიშის ალბათ. შიშის, ხო. და ესეც ხო ილუზიურია ეს შიშები, ანუ ეხა ხო არაფერი არ ხდება, აგერ მზის არაჩვეულებრივი საშა, არაჩვეულებრივ გარემოში, არაჩვეულებრივი ხალხი აქ არ არის არც რაღაც უდიანი და რქებიანი ადამიანი და არც აი ხა რატომ უნდა მქონდეს შიში? ხო, მაგრამ შეიძლება შიში ეს უნდა აღიარო, რომ ილუზიური შიშები. ამისთვის ვჭირდებით ჩვენ ერთმანეთს ადამიანები, რომ აქ გავიყვანოთ ამ კორიდორებში ერთმანეთი. ეს უკვე ეს ევოლუციური განვითარების ხანა არის და აქ უკვე დაადვილდა. ცნობიერება გაგვეზარდა ყველას და მივხვდით, რომ მტერი არ არის რა ეს. მტერი კონცეფცია მტერი არ არსებობს, იმიტომ რომ შენ გარეთ კი არ ყავს მტერი, შენ შეგრძნების გეშინია და გგონია რომ გარეთ მტერია. და ამ დროს გარეთ ვიღაცა რომ მოვა მართლა ჩაკუჭიანი ბაბუ, კაცი მართლა მოსასვლელია და იმიტომ მოვა. რომ ბოლო-ბოლო შენ გასწავლოს, რომ მოდი რა შვილო ლევან, განიცადე რა ეს ემოცია და ეხლა ჩემი მოსვლით თუ არ განიცდი ამ ემოციას, ჩვენ სამნი მოვალთ მაშინ.
და ეს არის რა, ეს რა დაცემა, ადგომა, მასწავლებელია. რისთვის ეს ყველაფერი ლევან? გამოცდილების მისაღებად, რომ შეიტანოთ შემოქმედებით პროცესში, შემოქმედებით თლიანობაში. შემოქმედება, ენერგია, ფიზიკამდე მივალთ. ფიზიკა, ამიტომ შეიძლება განვიხილო, რომ არაფერი არ არსებობს გარდა ენერგიისა. ანუ მაღალი ღმერთი რას ნიშნავს? ღმერთი ჩემთვის ენერგია. მაღალი ღმერთი არის მაღალი ენერგია. ქფარავდეს ღმერთი, ანუ ქფარავდეს ენერგია. ანუ მაღალი ენერგია მფარავდეს. იმიტომ დაბალ ენერგიაზე, ისედაც მატერიალური სამყარო ძალიან დაბალია. დაბალ ენერგეტიკული სამყაროა, ხო? და კიდე დაბალი ენერგია, ანუ მან უკვე შემოდის ისეთი ემოციები და ისეთი მოვლენები ხდება ჩემს ირგვლივ, რომ მიგდებს რა ენერგიას და დაბალ ენერგეტიკული ადამიანი არის ის, რომელიც ყველაფერზე იძახის, რომ ვიცი. იმას ვერაფერს ვერ ეტყვი, რა უნდა უთხრა, იმან იცის უკვე რა უნდა უთხრა. და მაღალ ენერგიაზე მყოფი ადამიანი იძახის, რომ არ ვიცი რა, ანუ მაღალი ენერგია, ანუ ენერგია მაღალი, უბრალოდ ცოდნა აქ არაფრის შუაში არ არის. ვიცი კონცეფცია არაფრის შუაში არ არის. დაბალ ენერგეტიკულ, ამიტომ ეგოცენტრიზმი, ეს თუნდაც მიჯაჭულობები, დაავადებები, რაღაცეები, ხო, ეს ნარციციზმი, ისენ სწორად აქვთ რა დარქმეული, არც ისე დიდი ხანია ახლა ფსიქოლოგია არსებობს, მაგრამ ხო, დაარქვეს რა, რაღაცეები. რომ უფრო სიცხადე მოგვეცეს, რომ სახელები დაერქვას, რომ ეს რატოა ესეთი დესტრუქციული და რატო ძალადობს შემზე კაცო გამაგებინე. ანუ ცუდი ვარ და მაგიტო ძალადობს. არა, ეს იმიტომ ძალადობს, რომ ერთი ის არ არის კარგად და დაბალ ენერგიაზეა. ამ ძალადობით რეალურად ის დახმარებას ითხოვს, ოღონდ არ იცის, რა ენაზე მოითხოვოს დახმარება და ჩხუბობს და ყვირის. და თავს გესხმის, იმიტომ გესხმის თავს, რომ შენ რეზონირებ მასთან, ანუ манипуляციაში ხარ, შენს დაბალ ენერგიაზე ხარ და გასწავლის, მასწავლებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთის მასწავლებლები და სარკეები. კი. ცალსახად. არ არსებობს, შენთან მაქვს ერთი კითხვა საშა რა. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, იმიტომ რომ დავსვი ეს კითხვა და ჯერჯერობით არ მოვიდო. მე ვერ დამიმტკიცეს, მოდი ესე ვთქვათ, რომ გარე სამყარო არსებობს. ანუ ჩემ აღქმაში გარე სამყაროს არსებობა არ არის. როგორ შეგიძლია შენ დამიმტკიცო, რომ არსებობს გარე სამყარო? ეს კონცეფცია არა. ეს კონცეფცია მეცნიერულად არ დასტურდება რა, რომ მეცნიერულად უფრო მეტის დადასტურდა ის, რომ მატერიალური არ არსებობს და მატერიაც ენერგიაა. და გარე სამყაროს არსებობა სად დასტურდება, ჩემში დასტურდება, თუნდაც ეს რომ ჭიქა არის, სად განიცდება, ჩემში განიცდება. ესე იგი, თვალები არის, შიგნით არის და შიგნით არის გარე სამყაროც. და განცდა არის. განცდა არის შიგნით და კიდე ამას ერთ კითხვას მოვაყოლებ ხოლმე და მე სანამ დავიბადებოდი, დედამიწა არსებობდა და მე რომ გარდავიცვლები, დედამიწა გააგრძელებს არსებობას. ამაზე 99% პასუხობს, რომ კი. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. და მე არ ვიცი. არა ვარ მაგაში, არც დარწმუნებულიც კი არა და შეიძლება ვთქვა, რომ არ მგონია. შენ განცდაში აღარ იარსებებს. ჩემს არც განცდაში, არც ვიზუალში, არაფერში არ იარსებებს. და რა არის ის, რაც იარსებებს და რაც რჩება? ნეირო, ვთქვათ, მეცნიერულად თუ რაღაცა ჯირყვალი, რაღაცა ის ამბავი და რაღაცები, ესეც ხო ჩემში არის. და ეს ჩემში რაც არის, ის თუ არ იარსებებს. ანუ ესე იგი, არაფერი არ იარსებებს და მივდივარ იმ არაფერთან. ნახე, მოკალი შენი თავი რა არის? ეგ მოკალი. და რა მრჩება? არა მრჩება. და ეგ არ არა, იმდენად ყველაფერია და მათ შორის დედამიწას თავისი ჩემი შვილებით და თავისი ხეებით და საშათი, რომ მთლიანობაში გადმოვიდა. ანუ ხელი რასაც გაუშვი, ის მთლიანობაში ვარდება. იმ არარაში. და ამისი ახსნა შენთან კარგია, რეზონირებთ. ამისი ახსნა რომ თხოვენ ლევან ამიხსენი, რომ როგორ ვიყო კარგად. მითხარი რა მომაგვარებინე ურთიერთობების პრობლემები. უბრალოდ შემიძლია რომ ჩავეხუტო და უთხრა, რომ მიყვარხარ. დასავლელია რა.
გასავლელი. იცი რა, რაზე გამახსენდა, სულ მახსენდება არის ეგეთი მულტფილმი ემოციებს. Soul. აი Soul-ის შემქმნელების Inside Out. აჰა. ერთი და იგივე გუნდის გადაღებული არის Inside Out-ის და Soul-ის. ამან არის ძალიან მაგარი მომენტი. ემოციები ლაპარაკობენ, რაღაცა ბავშვის სცენა არის და რომელი ემოცია გამოვიდეს სცენაზე. და მთელი ეს ფილმი გადაღების პერიოდში იმას სევდას სულ უკანწევენ რა, იმიტომ ძიმე ემოცია არის გასაცდელად სევდა გლოვა და ასე შემდეგ და ამან მომენტში ემოციებმა რომ მოითათფირეს, მოდი სევდა გამოუშვათო. რატო გამოუშვათო სევდა ეგეთი მომენტი არის და სევდა იწვევს სხვა ადამიანში თანაგზნობას. მაგარია. ენახე როგორი აზრიდებს. ჩემთვის სევდა ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია. მე ვამბობ, რომ სევდის გავლით ხდება ყველაფერი. სევდის გავლით თუ არ გაიხედე, მაშინ რეალიზებას ვერ აკეთებ. და ისევ ტკივილის შიშამდე მივდივარ. ჩვენ ხო კრეფსითად ვეძახით. საერთოდ ეთქობათ ყველა არ არის, ანუ ეგრე მგონია. ხალხი რასაც ეძახის სუდ ემოციას. ის სუდი არ არის. ის არის რთული ემოცია, რთული განსაცდელად. ის რთული, იმიტომ რომ მე დავარქვი რთულია. მაგრამ ნახე ლევან რა ხდება. 7 საბაზისო ემოციიდან 5 არის რთული განსაცდელი. ხო და ეგ განცდა ვიღაცამ ხომ გასწავლოს ცხოვრებაში. დედამ და მამამ ეგ განცდა არ იცოდნენ. თვითონ იყვნენ გაქცევაში თავისი ბრაზიდან, სირცხვილიდან დანაშაული შეგრძნებინა რა ზიმ ემოციები. ესე იგი არ ვიცით როგორ ვიყოთ ასეთ ემოციასთან. არ გვასწავლიდნენ არსად. ანუ შე რომ ბრაზობდი, გეუბნებოდნენ რას ბავშვობაში, ბაღში, სკოლაში, რას გეუბნებოდნენ? ხმას დაუწია. რას გეუბნებოდნენ? კუთხეში გვაყენებდნენ. ჩემ თაობაში კუთხეში აყენებდნენ, ხო? ხო ეგრე. გვჟიდნენ. და რა გამოვიტანე მე, რა შემეძლო მე ამ გამოცდილებით გამომიტანე. ეხლა მე ვცდილობ ჩემი თავით. დავაყენე ჩვეულებრივი ადამიანის პოზიციაში. სხვანაირად როგორ გავუგო. მეც ეგეთი გაზდილი ვარ. მეც ეგეთი დაპროგრამებული ვარ. ან დაზიანებულები ვართ. ხო, ამ ტრამვირებულები ვართ, იმიტომ რომ ჩვენში სიცოცხლე ვლინდება იმ 7-ვე ემოცია, 7-ს კიდე 700 აქვს სპექტრი. სპექტრებზე აღარ ვლაპარაკობ. მაგრამ ის 7 მთავარი ემოცია რაც არის, იმ ემოციების მეშვეობით, როგორც არის 7 ნოტი, მუსიკაში ხო არის 7 ნოტი. მე რა, ყველა მელოდია უნიკალურია, იმიტომ რომ ის ნოტების წყობა არის განსხვავებული. ჩვენ ადამიანები ამ 7-ვე ემოციაში შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს, ეგ არის ემპათიის აზრი. შენ რომ მეუბნები რომ ცუდად ვარ თუ მძიმედ ვარ თუ სევდიანად ვარ თუ გაბრაზებული ვარ, მე შეიძლება ზუსტად შენაირად ვერ ვგრძნობდი ამ ემოციას, იმიტომ რომ შენ შეიძლება ბრაზი აქ გიხურს თუ სახე გიხურს და მე ფეხები მიხურს. მაგრამ მე ვხვდები დაახლოებით რა ემოცია ეგ, იმიტომ რომ განცდილი მაქვს მე თვითონ და დაახლოებით შემიძლია მივხვდე შენ რა განცდაში ხარ. ანუ უცხო არ არის ჩემთვის, ეგ არის ემპათია, რომ ჩემთვის უცხო არ არის. თანაგრძნობა. ხო, ანუ მე ვერც ვიცი შე როგორ განიცდი ამ ემოციას, მე რა ვიცი შენს ხელში შე როგორ განიცდი, ხა ბრას. ხელებში გიხურს, აქ გიხურს, გებერება, ბუშტი იმის აქ გიჭერს ყელში თუ ფეხები გიცივდება თუ რა გემართ. ანუ მე რომ მარტო აღარ ვიგრძნო თავი. მე რომ მარტო ხო. და ნუ გვაქვს ეს ჩაშენებული, გვაქვს ეს სარკისებული ნეირონები იმისათვის, რომ სხვისი ემოცია წავიკითხოთ, აღვიქვათ, ანუ რაღაცა კუთხით გვიდევს პოტენციალი, მაგრამ სკოლის პროგრამას, უნივერსიტეტის პროგრამას რო შეხედო, ისევ ტენიან ცოდნას. ანუ ტენიან ცოდნას ბერავენ ეგოს და არაძლევენ უნარებს ადამიანებს, რომ იცხოვრონ. ცხოვრება განიცადო. რა არის ცხოვრება? განცდა. ანუ რაღაცა კუთხით ეს კონცეფცია ნახე რას აკეთებს. როგორც კი ცოდნა შევიდა ჩემ ტვინში, ვამოწმებ შენთან ახლა. როგორც კი მე რაღაცას დავარქვი კარგი, რომ ეს კარგია.
ავტომატურად შექმენი ცუდიც. ანუ დუალიზმიდან გამომდინარე, თუ რაღაცას კარგი დავარქვი, ესე იგი იმის ოპოზიტს ცუდი დავარქვი. აჰა. ანუ ცოდნა სხვანაირად არც ინახება, ესე იგი ტვინი რაღაცა ცოდნას აიღებს და დაახარისხებს, რომ ეს კარგია, ეს ცუდია. ეს დადებითია, ეს უარყოფითია. ეს მომწონს, ეს არ მომწონს. ანუ ტვინი გააკეთებს ამას. ანუ ეგეც ერთგვარი სწავლებაა. ხო, მაგრამ რეალურად ნახე როგორ რას ვსტიობ რა ახსნა. რა გუზომბავს ადამიანებს, რომ ბავშვი რო იბადება, ის 100%-იან სოციალია და ავთენტურია. ბავშვს დაბადებიდან, მომენტიდან. გავიგე რომ ეხა შეიძლება დაბადება კინეული გამოცდილება იყოს ზოგისთვის, მე ხა საკეისროთი ვარ დაბადებული და სხვა გამოცდილება მაქვს გავლილი, მაგრამ ამავე დროს ბავშვს რო უყურებ ხა სამი შვილი გამეზარდა და უყურებდი ხა. ოტები ანუ დაიბადა, ყველა ემოცია თავის ადგილზეა. ტირის, ყვირის, ჭყავის, ანუ გამოხატავს თავის თავს. და მე ნენა მთელი ამ აღზრდის სისტემით, რომ ჩემი აზრით არის მართლმართველი კლასების პოლიტიკაზე აწყობილი სისტემა არის, რომ ადამიანი გაარობოტო, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანის მართვა, ლევან, უკვე თვითონ ეწინააღმდეგება ჩემი აზრით მართვა და თავისუფლება ერთმანეთს. მართვა ეჯახება და თავისუფალი ადამიანის მართვა ძალიან რთულია. თუ საერთოდ თუ შესაძლებელია რომ მართო. ამიტომ ჭირდება, მოდი ესე ვთქვათ, მართლ კლასს თავისუფალი ადამიანი არ ჭირდება. რა სიტყვა მაგას? დისციპლინას. დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დისციპლინას როგორ მოვახდენ, როგორ შევიტან მე აღზრდის პროცესში, ეს პერიოდი და დღესაც ალბათ სწავლის ხელით კეთდება ეს. გინდა სკოლა, გინდა უნივერსიტეტი, გინდა ოჯახში და ასე შემდეგ. დისციპლინა არის მნიშვნელოვანი. რატო არის საჭირო ადამიანისთვის დისციპლინა? და დისციპლინა სადამედაც მიგიყვანს, თუნდაც სიმშვიდის ნაწილში, თუნდაც ბედნიერების ხარისხის ნაწილში, იქ ვერ მიგიყვანს ვერაფერი, ხო ფაქტია. ესე იგი დისციპლინა თუ დგას საჭიროებად, ანუ საჭიროა დისციპლინა, ეს უკვე იმაზე მიგვითითებს, რომ ისევ ჭუიდან შეშლს ვიტყვი. ადამიანი ცალსახად, რასაც შეიძლება თავისუფალ ნებას ვეძახდეთ, ჭუიდან შეშლილია. ინფანტილური ბავშვი არის, რომ რაღაცა წავა და მე-12 სართულიდან გადმოხტება. და იქნებ საჭიროა რომ გადმოხტეს. რატო ვაიძულებთ? მაშინ ესე დავსვათ კითხვა. რატო ვაიძულებთ რომ ბავშვი თითნებურად ან თავისუფალ ნებაში, მოდი თქვა, არავიდეს მე-12 სართულზე და არ გადმოხტეს. რატო გვიჭირავს ჩვენ ეს? რატო გვინდა რომ არ გადმოხტეს? ანუ წვრთნით. მე მაგალითად სწავლას იგივე სასკოლო ნებისმიერ სწავლებას, რაც სისტემაში არის, საჭიროებად უყურებ დისციპლინის ნაწილში და არა ვთქვათ რაღაცა ზოგადი განათლება, ან რაღაცა ლიტერატურა, ან ფიზიკა, მათემატიკა. თუ მეკითხებიან რომ ბავშვი სკოლაში არ უნდა სიარული, მაშინ ოკეი, ნუ დადის სკოლაში, მაგრამ დისციპლინა რაღაცნაირად უზრუნველყავი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუნდაც ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაც დისციპლინაზე დგას. რომ მე ჩემი სურვილებით და იგივე თვითნებობით და რაღაცა წარმოდგენებით მიცხოვრია. ვთქვათ, გამიღვიძია არა დილის 5 საათზე, დღეს 5 საათზე ვიღვიძებ დილას და ვიღვიძებდი შეიძლება გამიღვიძია 12 საათზე. ის დღე ბევრად ნაკლები ხარისხიანი იყო, პროდუქტიული იყო ჩემთვის, განცდის კუთხით, ვიდრე დღეს რო ვიღვიძებ 5 საათზე. დღეს ბევრად უფრო მაღალი ხარისხით. ეს ეხა ჩემთვის რახან წარმოადგენს ესე ამ ხარისხს და ამ ცხოვრებას და მე უფლება არა მაქვს თუ არ მკითხა ვინმემ, რომ იქეთ ვსდიო და იცი, აი მე ესე ვფიქრობ და შენც ესე უნდა გააკეთო. აი აქ გადის უკვე საზღვარი. ალბათ ამ საზღვრებზე, ფსიქოლოგიურ საზღვრებზე არის უფრო მეტი ყურადღება გასამახვილებელი და უფრო მეტი სამუშაო ირონული საკუთარ თავზე, ვიდრე მათემატიკა ისწავლე, ან ეხა მე ქიმია უნდა ვისწავლო, ან წავიკითხო რაღაცა წიგნები. მე მაგალითად ფილმებს, სერიალები არ მაქვს ნანახი. სერიალებს არ უყურებ, ფილმებსაც არ უყურებ. წლებია უკვე ფილმს არ უყურებ, სერიალი არ მინახე. რატო? იმიტომ რომ
ჩემი გავლენის ქვეშ მოქცევა, ალბათობა, გავლენის ქვეშ მოქცევის არის მაღალი. რა ფაქტორიდან გამოდის? თუნდაც პერსონაჟი შეიძლება ვიღაცა მომეწონოს რაღაცა და უბრალოდ ტვინმა გადაწყვიტა, რომ ეხა შენ შეგიძლია ეს გააკეთო და ეგეთი ტიპი ჩამოდგე. მან უკვე უკარგავ ჩემს ინდენტობას. ამათ ჩავავლე რა მე თვითონ და მივხვდი, რომ აი ბავშვობაში რაღაცა თქვა რაღაცას უყურე, რეინბოს ჩვენ დროს კომანდოსი და რეინბო და თავი გონია, რომ რეინბო ხარ და რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. ფილმი არ არის რეალობა. არც ერთი სერიალი და ფილმი რეალობა არ არის. ამას კი შეიძლება ბებია და დედა მეუბნებოდა, რომ ფილმებში არ არის რეალობა, მაგრამ ამას ისყლითავ, იმდენად უკვე ხიბლში ხარ და იმდენად გავლენის ქვეშ ხარ მოქცეული. ну ზოგს კურტ კობეინი გონია თავი მაგალითად რა ნირვანას სოლისტი და ჩაცმითაც სტილითაც უკვე იმდენად გავლენის ქვეშ ბაძავს გავლენის ქვეშ არის სწავლებებს თუ ეყრდნობი ისევ სწავლებებზე საუბრობ არა თქვა სოციალურ სწავლებას და ყველა უყურებს და მეც მინდა უყურო არამედ აი თქვა სულიერი სწავლება რაც არის და ფილოსოფიური სკოლები რაც არის რა იქ რასაც მეუბნებია იმას ვაკეთებ და იმან დღეს მიმიყვანა თვითგანკურნებამდე იგივე ის ტრამვები, რა ტრამვების მე ბავშვობაში მიღებული მაქვს, მაგის აღდგენა გამიგეთა. და ის ძიება, რომ მე კიდე ახალი სწავლა შემოვიტანო, თქვათ, რომელიც ემოციური ინტელექტს გამივითარებს, ან უფრო ბევრად გავიგებ, როგორ ვარ მოწყობილი და ასე შემდეგ, უფრო მკარგავს. ტრამვაზე რომ მოდის ადამიანი ჩემთან და მეუბნება, რომ შენ ტრამვები მაქვს. ვეკითხები, ტრამვა რას ნიშნავს? სიტყვა ტრამვა რას ნიშნავს? არ იცის, ანუ სიტყვა ტრამვა ნიშნავს დაზიანებას. და რო კითხო, რომ რა გაქვს დაზიანებული? ვერ გეტყვის. და ჩვენ უნდა ნახოთ რა აქვს დაზიანებული. ნუ ხელი რომ მაქვს მოტეხილი, ხედავ, რომ ხელი მაქვს დაზიანებული. და ტრამვა მაქვს ხელზე. მაგრამ რო იძახი, რომ ბავშვობაში შენ რაღაცა ძალადობის მსხვერპლი ხარ და ტრამვირებული ხარ, რა დაგიზიანდა ვეკითხები? და არ იცის. და მე ვეუბნები, მოდი ეხა გავარკვიოთ რა დაგიზიანდა. დაგიზიანდა ფსიქოემოციები. ოკეი? კი, ოკეი, ფსიქოემოციები და ესე იგი, შენ თუ ფსიქოემოციები გაქვს დაზიანებული. ეხა მე შენ რო გითხრა, რომ დაზიანებული გაქვს რა? რაღაცა სწავლება. რა გაიბულობს, ანუ შენი დაზიანებული ფსიქოემოციები არ გებულობს ამ სწავლებას? ესე იგი, არ მუშაობს. შენ რო დაზიანებული ფსიქოემოციით მიიღებ ლევანისგან რაღაცა რჩევას და დარიგებას და სწავლებას. როგორ გაიგებს ის დაზიანებული? ვერ გაიგებს. ეხლა მოტეხილ თითს რო უთხრა, რომ წადი ეხა და გირი აწიე, ვერ აწევს. ვარესად ზიანდება. ამიტომ რას ვაკეთებ? საკუთარ თავზე რასაც ვაკეთებ რა. ჯერ უნდა ვაღიარო მე თვითონ, რომ დაზიანებული ვარ და არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც არ არის დაზიანებული, გამორიცხულია. ამას რო ვაღიარებ, რომ დაზიანებული ვარ, ჯერ აღდგენა უნდა მოვაკავაკეთო ამ დაზიანებების, თუნდაც ჰორმონალურ ნაწილში. დაბალი ისენი თუ მაქვს, მე ნეირომედიატორები ან დავარნილი თუ მაქვს ეს ბედნიერების და რაღაც ჰორმონები. მე ვერაფერს ვერ გავიგებ ვერასდროს. რაც არ უნდა სამაშამ და სამალევანმა მიხსნას მე რაზე დგას ემოციური ინტელექტი და თანაგზნობა და ემპათია როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან, მე ამას დაზიანებული ფსიქიკით უსმენ და უარესად დავზიანდები. ამიტომ ჭირდება რეაბილიტაცია ადამიანს რა, რეაბილიტაცია სიტყვა ნიშნავს აღდგენას. ანუ რა უნდა აღუდგინოთ? უნდა აღუდგინოთ ის ნეირომედიატორები, ბიოქიმია ადამიანს, ამისთვის საჭიროა რაღაცა გარკვეული გაიდლაინებიც არსებობს. გარკვეული რაღაცა აქტივობებში ჩართულობა, მედიტაციები, აუხსნა სხეული რა არის, ანუ საწყისი, აი ტრანსფორმაცია, რატო არის ჩემთვის დღევანდელი ცხოვრება ტრანსფორმაცია, ანუ ტრანსფორმაცია ჭირდება ყველა ნაწილში. ყველა მხრივ ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ იმას ის წარმოდგენები სიღრმისეულად უზის უკვე რწმუნებულებებად, ჩაბეტონებული აქ, ტრამვირებული, დაზიანებულად აქ ჩაბეტონებული შიგნით. ის არც კი გვისმენს. არ აქვს უნარი, ვერ გვისმენს. როგორ უნდა მოგვისმინოს დაზიანებული ფსიქიკა აქ და როგორ უნდა იმისი მოსმენის მოდელი არის, რომ გაკრიტიკოს. დაზიანებული ყოველთვის აკრიტიკებს. არ შეუძლია რა, ცუდი კი არ არის, არანაირად ცუდი არის, დაზიანებული.
და ეს ოჯახშიც, რაღაცა დღესდღეობით, რავი, მადლობა რა, საშა შენაერ ადამიანებს და ხალხ საზოგადოებას ყველა ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩართულობა უფრო მაღალია, უკვე აი ამ ნაწილში და არა შაბლონური ფსიქოლოგიის ნაწილში, რომ გეუბნებიან, მოდი ტრამებზე ვიმუშაოთ. ანუ ტრამებზე როგორ უნდა იმუშაოს დაზიანებულმა? ვერ მუშაობს. ეს მეთოდები ახლა მერიდითაც ხელმძღვანელო გამოვიყენე და მუშაობს. ვერ ვიტყვი რომ 100%-ზე მუშაობს, მაგრამ კარგი მაჩვენებლებია. და აქ რა ჭირდება, რომ მოდი თავიდან დავსკდეთ და ვისაუბროთ რა არის სიყვარული რა. ანუ იმ წარმოდგენით კი არა რა არის სიყვარული, რომ ემოცია სიყვარული და მე ხა შენ რამე თუ არ მომეცი და თავზე ხელი გადამისვი არ მეყარები. არამედ არა, აი ადამიანი არის არსება, რომელსაც სევდა აქვს, სევდიანი არსება. საწყისი ბუნებრივი მისი მდგომარეობა არის სევდა. და მე რო სერიალებს და ფილმებს უყურებ და იქ პერსონაჟებს უყურებ, მგონია რომ ესეთი უნდა ვიყო და გინდა არ გინდა თამაშობ. და იაპონური კულტურა რო ავიღოთ, მაღალი კულტურა, აი პორტუგალიაში ჩემი ცხოვრების დროს მაგას ვაკვირდებოდი და ვიკვლევდი ძალიან ისე რა დეტალურად, რომ როგორ არიან რა ესეთები, როგორებიც არიან. აი ესენი არ არიან განათლებული საზოგადოება და ბევრი ნაკითხი საზოგადოება, არ, მაგრამ შვიდები არიან. როგორ მიაღწიეს ამ სიმშვიდეს? დაამშვიდეს გონება, ის აღელვებული და დაზიანებული გონება 51 წლის წინ ისხდებოდა დღეს რაც ხდება საქართველოში ზუსტად. და ეს ბევრი ეს ჩვენაერი ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე რაღაცეები ნახეს, მიაგნეს, შეეხეს, ეგ ადამიანები არიან ეხლა იმათთან, ვინც გაცემენ ამ თავის გამოცდილებებს. და სტანდარტული ფსიქოლოგია ძალიან დიდ პატივს ჩემ ყველას. რა თქმა უნდა საჭიროა. მეცნიერება ძალიან საჭიროა. მაგრამ არ მუშაობს რა. ანუ აბა ზოგისთვის მუშაობს, ზოგისთვის მუშაობს. ანუ ყველასთვის მუშაობს, სადღაც მიგიყვანს. ეგეც გზის ნაწილი. რა თქმა უნდა, კარგია. ყველას რაღაც ურჩევდი რომ მიმართონ, იმიტომ რომ რაღაცა უფრო მაღალი ცნობიერების დონეა, როდესაც დახმარებას ითხოვ. ეს არ ითხოვ დახმარებას და იძახი ვიცი, ეს ცალსახად უკვე ჩანს, რომ შენ ჩაკეტილი ხარ, შენ უკვე შიშები, იმდენად დიდი შიშები გაქვს, რომ უკვე დახმარების მოთხოვნაც საშიშია შენთვის. იმიტომ რომ მანდაც შეფასების შიში გაქვს. და ტვინი გადაგისვრის ამ ეგოცენტრულ მდგომარეობაში, რომ მე ყველაფერი ვიცი და არ მჭირდება. კაცმანის სხვა პოდკასტის წარმოდგენი არის დეველოპერული კომპანია Homer-ი. Homer-ი გპირდება სახლს, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია. რას ნიშნავს ეს დაპირება? ეს დაპირება ნიშნავს ისეთი სახლის შექმნას, სადაც ყველაფერი საათივით გამართულად მუშაობს. ხარისხიანი კონსტრუქციითა და ცხოვრებისთვის მიმზიდველი ყოველდღიურობით. მე პირადად ვიცნობ კომპანიის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც სიტყვები უბრალოდ დაპირებები არაა და დადებული პირობა ყოველთვის სრულდება. ამიტომ თუ ეძებ ბინას შენთვის, შენი ოჯახისთვის ან საინვესტიციოდ, მაშინ Homer Alpha შენებარი პროექტი დიღომში შეიძლება აღმოჩნდეს შენთვის ძალიან საინტერესო. ამიტომ გადადი მულზე და ნახე რას გთავაზობს Homer-ი. Homer-ი არის ჩვენი მეგობარი, არის პარტნიორი და პოდკასტის წარმოდგენი. ეხლა მინდა შემოგთავაზო ამ კაცმანის სხვა პოდკასტში არის ტრადიცია, რომ ჩვენ ამ ყუთში გვიდევს ზოგადად საკაცობრიო ფასეულობები და მინდა მოგიპატიჟო, რომ ამოიღო ერთ-ერთი ფასეულობა და ვიმჟეოთ მაგ ფასეულობის გარშემო. ავიღოთ. ავიღო? აიღე. სახურება, ვაუ. ძალიან მნიშვნელოვანია. სახურება მოიღე? ხო. აჰა, შენ იმდენი ლაპარაკი მორჩილებაზე და რა სახურებას შექმნა. კაი, მოდი ერთი წამი ესე შევხედოთ, რომ მე ყოველთვის თავაზობ სტუმარს, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვა. არანაირი მნიშვნელოვნება არა აქვს. აი, ხო ის ბავშვობაში სახატავები რო იყო და შენ თვითონ რო გააფერადებ. და მე შემოგთავაზებ, რომ შენ გააფერადო ეს სიტყვა. აი, რა არის შენთვის სახურება? როგორ გესმის ეგ? როგორ განმარტავდი?
ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი როგორც ფასეულობაზე, როგორც ღირებულებაზე, სახურებაზე, მის საჭიროებაზე. ბევრისგან სმენია ახსნა განმარტებები რა არის. ჩემი დახასიათება ალბათ იქნება, რომ აი როგორ უყურებ რა მსახურებას. აი თითქოს მე არ ვარ ჩემი სხეული და ვემსახურები ჩემს სხეულს. ის ვინც ემსახურება ამ ჩემს სხეულს არის ზეცნობიერი შეგვიძლია ცნობიერება. და თითქოს აი რაღაცნაირ დიალოგში ვარ ახლა, რომ მოდი ახლა ლევანის სხეულს თავისი დაავადებებით იქნება ეს თუ ხასიათის თვისებები იქნება თუ პიროვნება ახასიათებლებით ვემსახუროთ, რომ კარგი ხარისხის იყოს. კარგი ხარისხი მდგომარეობს იმაში, რომ გარე სამყაროსთან, ეგრეთ წოდებულ გარე სამყაროსთან კარგად იყოს ჰარმონიაში. ერთი ფიზიკური ეს კოსტუმი, ეგრეთ წოდებული სკაფანდრი, კონდეს მწყობრში, ემოციური ჰიგიენა კონდეს და ფსიქიკურად არ იყოს ეს რაღაც გადაღლილ-გადამწვარი და დესტრუქციული შეიძლება ითქვას. და რავი, თხოვნა მაქვს ხოლმე რა, ესე ვთხოვ რა რაღაც მაღალ ძალას, რომელიც ასევე ჩემშია, რომ მოვემსახურო ლევანს. იმიტომ რომ ლევანს თუ სხვა ფასეულობები როგორიც არის პატივისცემა, ზრუნვა, სიყვარული, ესენი კარგი ხარისხით უნდა გააკეთოს, ეს სხეული უნდა კონდეს მწყობრში. ამით განვიკურნე საშა. საკმაოდ მძიმე ფორმებში, სტადიებში მქონდა ალერგიული ბრონხიტი, ასთმა, ფქოდი. იმ ფორმებში რომ კიბეზეც ვერ ავდიოდი. ამ მიდგომით რომ ვემსახურები ჩემს სხეულს განვიკურნე. თუნდაც დაბანა, სხეულის დაბანა. რა დავაფიქსირე, იცი? იყო პერიოდი, რომ კი არ ბანდი, ვრეცხავდი. განსხვავება რაშია? დაბანას, აი როგორც პატარა ბავშვს, რომელიც გიყვარს, იმას ხო არ ესე ხო არ ჩქარა ხო არ დაბანა. მოეფერები. ეს მემსახურება ეს სხეული. მე იმ მეს და იმ მეს ასევე ჭირდება რომ ამ სხეულს მომემსახუროს. და მე თუ ვინმეზე მინდა ვიზრუნო, მეგობრები იქნება, შვილები იქნება თუ გარე სამყაროში არსებული ვითარებები. საჭირო არის რომ მე ვიყო მწყობრში. ანუ კარგი ხარისხის ვიყო. შენ რო პრობლემა შეგექნება, მე თუ ვინერვიულე, მაგ პრობლემის გადაჭრაში ვერ დაგეხმარებ. მე თუ მინდა რომ ადამიანმა პატივი მცეს და მე პატივი ვცე, მე უნდა მქონდეს საზღვრები მასთან დაწესებული. ხო შეიძლება ღამის 3 საათზე მივადგე და გამიღე კარი მოვედი და შევაწუხო ამ ჩემი რაღაც სურვილებით და აზრებით. ამ საზღვრების დაცვასაც ალბათ რაღაც მსახურების ღირებულებაში გავიყვა. ამას ვეძახი მე ევროპულ ღირებულებას. რა არის ევროპული ღირებულება? ევროპული ღირებულება ხო არის ქვაფენილი. ან ქუჩის სანათი. ან ლოკაცია. ევროპული ღირებულება არის შიდა და გარე საზღვრები, ფსიქოლოგიური პიროვნული საზღვრები, რომელიც დაცული აქვთ რაღაცა ქვეყნებში და ეს მოგწონს. და თვლით რომ ჩვენ ვიმსახურებთ და თუ ვიმსახურებთ პირველ რიგში მე თვითონ უნდა მქონდეს ეს საზღვრები დაცული. ანუ ჩემი გადაადგილებით, ფიზიკური სხეულის გადაადგილებით მე ღირებულებებს ვერ გამოვიმუშავებ. მე სადაც ვარ, იქ უნდა დავიწყო ჩემ თავზე მუშაობა, რომ ეს ღირებულება გამომიმუშავდეს როგორც ინდივიდს. და ავტომატურად მოხვდები მე იქ, სადაც საჭიროა. ის სოციუმი იქნება ირგვლივ. იმიტომ რომ მე რა ენერგიაზეც ვიბრირებ,
ზუსტად მაგ ენერგიასთან რეზონირებ. დაბალ ენერგიაზე თუ ვარ, ჩემი სოციუმი გარემოცვა იქნება დაბალ ენერგიული, ენერგეტიკული. პირდაპირ კავშირშია. მსგავსი იზიდავს მსგავს. მსგავსი იზიდავს მსგავს. ტექნიკური ნაწილია. რატო უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, არის კიდე ეგეთი კითხვა. რატო გავისარჯო? იმიტომ რომ თუ მე მიზანი მაქვს რომ ვიცხოვრო მშვიდად ბედნიერად და ხარისხიანად, რაღაცა მოქმედება და შრომა მჭირდება. ეს შეიძლება კატეგორიამ გაიაზროს, კატეგორიამ ვერ გაიაზროს. არის ქვეყნები, მაგალითად ნეპალში მომიწია რაღაც პერიოდის გატარება, იქ ქუჩაში რო გააჩერო ადამიანი და რატო ცხოვრობ ისე როგორც ცხოვრობ, ან რატო აკეთებ ამას, რასაც აკეთებ, რო კითხო. არ ვიციო გეტყვის. ან რა კითხვას მისმევო? ამ დროს დილას 6 საათზე გამოდის, ხვეტავს თავისი მაღაზიის წინ, ასუფთავებს ყველაფერს, სუშრომაშია. არის კატეგორია, რო კითხო, შენ აი ესე როგორ ცხოვრობ, აი ამ ტვერში, აი ესეთ პირობებში, რო რატო ცხოვრობ, როგორ აგინა გაიუმჯობესო შენი პირობები საცხოვრებელი. ის ამბობს, რომ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მომეცა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მე გავისტუმრო ჩემი დაგროვებული ვალები, კარმული ვალები. და გახარებულია ამით. სხვადასხვა ეგ სწავლება ავიღე ნეპალიდან. მან კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ არ ვიცით, როდის გარდაგვეცვლება, ანუ გარდავიცვლებით სულით და მოგვიკვდება სხეული. ეს რა დროს დადგება, ეს არავინ არ ვიცით. ეს შეიძლება მოხდეს ამ წამს. იმისი ალბათობა, რომ ამ წამს ჩემი სხეული მოკვდეს, არის საკმაოდ მაღალი. ისკობრივად რო დავთვალოთ. ჩემი სხეულის სიკვდილის მომენტში ჩემი ცნობიერება რა ენერგიაზეც იქნება, რა დონეზეც ვიქნები, იქ გადადის, ანუ ჩაკრებს ეძახიან, ხო, ეს ენერგოკვანძები, რაც არის, იქიდან გადადის. ამიტომ არის, რომ ფეხებს უკრავე მიცვალებულს და მიცვალებულების ლოცვას კითხულობენ. იმიტომ რომ ეს ენერგია ამოვიდეს ზევით და რაც შეიძლება ზედა ჩაკრიდან გავიდეს. ამიტომ მე ვიღებ პასუხისგებლობას ყოველ წამს და ამ წამს, რომ ვიყო მაღალ ენერგიაზე, რამე თუ დაზღვეული არ ვარ მე, რომ ჩემი სხეული ამ წამს არ გარდაიცვლება, არ მოკვდება. სიკვდილის შიში, რომ ჩემი სხეული მე მიწაში უნდა ჩაიგოს, დაიწვას თუ რაღაც ასეთი ილუზიები, საჭიროებს კარგად გააზრებას იმისა თუ რა არის სიკვდილი. და ვინ ვარ მე, როგორც ხორციელი, ფიზიკური, მატერიალური არსება და სულიერი არსება. მე ვამბობ, რომ დაბადება უკვე სიკვდილია. თალსახად. და მთელი ცხოვრება არის გარდაცვალებისთვის მზადება. და გარდაცვალებისთვის მზადება სწავლას იბერემდეო, რომ ამბობ. რას მოიცავს ეს სწავლა? ანუ გარდაცვალებისთვის როგორ მოვემზადო? რომ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, რომ ამ წამს ვიყო მაღალ ენერგიაზე. ამაზე მე ვერაფერს ვერ მოვემზადე, რაც არ უნდა მე ხა ვისწავლო რამე აკადემიკური ცნობები მივიღო თუ რაღაცა მატერიალური ცნობები მივიღო, ეს დარჩება ყველაფერი. ან ქონება შევიძინო. ეს დამრჩება. ამიტომ პრიორიტეტი მე მაქვს დაყენებული, რომ სული არ მომიკვდეს, ჩემი სულიერი სხეული არ მოკვდეს. რამე თუ ეს ცხოვრება ფაქტია, ახლა 46 წლის ვარ და ძალიან მალე გავიდა. და ასე მალე გავა, ალბათ კიდე თუ მეაქვს პრეტენზია კიდე 46 წელი ვიცხოვრო. ამასაც ვაფიქსირებ, რომ მე მინდა რომ ვიცხოვრო კიდე 46 წელი, მაგრამ ეს ფაქტი რომ შეიძლება ამ წამს მოკვდე, ის რისკი ძალიან მაღალია. და აი ამ ცოდნაში და ამ პრაქტიკაში ვარ მე თვითონ. ამ პრაქტიკაში და ცოდნებში რო ვარ მე თვითონ, რავი, გარე სამყარო რას მიგზავნის, როგორ მიგზავნის და რა ხდება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ჩანს. ამას არც მალავ და რავი, როგორ ვცხოვრობ, ესე ვცხოვრობ. არ უჩივი. იმასაც ვერავინ ვერ იტყვის, რომ ბევრი ფული მაქვს ახლა ანგარიშებზე და
რაღაცას გაუნკარგავ ამ ფულებს და ეხლა ცენტრები და რაღაცებს ვაშენებ. არაფერს არ ვაშენებ, კაპიკი არ მაქვს მე თვითონ. ჩემს სახელზე არც ერთი უძრავი ქონება არ არის. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ვინმას უბრალოდ ესე ვწყობ, არ საჭიროებ. და რაც მეძლევა რა მეგობრებისგან და რა ამ ცხოვრებით ვცხოვრობ მეგობრებთან ერთად. ეხლაც არ პროექტს ვიწყებთ, აზალეძე უნდა გავაკეთოთ კარგი ესეთი გარემო, სადაც უბრალოდ ამ თემებზე ვისაუბრებთ. აქვე ბანემ მოდი, ხო, აი ბაზალეთი რადგან ახსენე, მე მაინტერესებს დღეს არ მინდა როლში ხარ არას ფლატ სწორი სიტყვა არ არის, მაგრამ რიტრიტ ცენტრზე და შენ თავზე რომ მოყვე შერა როლი გაქვს ამ რიტრიტ ცენტრზე და ვისთვის არის ეს რიტრიტ ცენტრი? და რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ შენ? რიტრიტ ცენტრის კონცეფცია მსოფლიოში კარგად ადაპტირებულია უკვე, კარგად ფესვებმოდგმულია. საქართველოსთვის ცოტა ახალი თვითონ ტერმინიც არის თავისივე შინაარსით. თვითონ რიტრიტი არის უკვე ფაზა ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის უკვე იწყებს განდეგილობას, ანუ საკუთარ თავთან განმარტოვებას. საშუალება მივეცით ადამიანებს და პირველ რიგში საკუთარ თავებს. მე ვარ თანადამფუძნებელი რიტრიტ ფილისის. ვართ ჯგუფი და საკუთარ თავებს მივეცით იმისი საშუალება, რომ აი ამ ფაზაში, რასაც გვია უკვე შინაგანი განვითარება, შინაგან სიღრმისეულ გვირაბში ჩავარდნა, ასე ვთქვათ. ვქონდეს დაცული უსაფრთხო გარემოში მოვახდინოთ ეს ყველაფერი. ვისთვის არის და ვიტყოდი, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე მზად არის, რომ ამ ფაზაში მოხვდეს. არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც ჯერჯერობით გადიან მაგალითად სხვა რაღაცა რეალიზაციებს თავისი ცხოვრების. შეიძლება ვიღაცა ქიმიურ ნივთიერებებს მოიხმარდეს, შეიძლება რაღაცა სხვა ინტერესები კონდეს ცხოვრებაში და არ შეეძლოს ამ სიმშვიდეში ცხოვრება და ყოფა. მაგრამ ჩვენთან შემოსული უკვე ისეთი გარემოა, სადაც უკვე მან ნაკლები საუბრებია, უფრო მეტი პრაქტიკებია. მაგრამ არა იძულებითი და არა თქვათ რაღაცა აუცილებლობა. უბრალოდ შეიძლება ადამიანი მოვიდეს და იყოს ჩვენთან და სიჩუმეში რაღაცა პერიოდი და დრო გაატაროს. პლუს ჩვენ თვითონ გვაქვს ეს სწავლებები აღებული, ესე არ არის რომ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ რაღაცეები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. ეფექტურია და შედეგის მომტანია. საქართველოსთვის ახალი ხილია, როგორც თქვი, მაგრამ უკვე ნელ-ნელა არის მომართვიანობა ჩვენთან, პორტუგალიაში რო ცხოვრობდით, იქაც ჩამოდიოდნენ საქართველოდან. დღეს ეს საჭიროება არის, რომ ალბათ დღეს აქ ვართ, კოჯორში ვართ, გამაგრებულები, ასე ვთქვათ. ბაზალეძე დაწყებულია ეს პროექტი და იქ უფრო ფართო მასშტაბით გვექნება. და წინასწარი გასაუბრებით იქნება ეს თუ რაღაცა სურვილით, რაღაცა ადამიანის ნებისმიერი ასაკის მქონე, ნებისმიერი პრობლემის მქონე ადამიანი, რომელსაც ეს მზაობა გააჩნია, რომ საკუთარ თავთან ადამიანებთან ერთად სიმშვიდეში იყოს და პრაქტიკები აკეთოს, ჩვენი კარები ყოველთვის ღია. პრაქტიკები ძირითადად სხეულებრივია თუ როგორი პრაქტიკები? არა მხოლოდ სხეულებრივი, სხეული ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს ყოფაში. როგორც აღნიშნე არის კოსტიუმი, სკაფანდრი, უფრო მეტი აქცენტი ალბათ კეთდება მიჯაჭულობებიდან გათავისუფლებაზე, ჩემი საუბრები ამას ეძღვნება. არა ფიზიკური გამოვლინებით მიჯაჭულობებზე მხოლოდ, არამედ შინ წარმოდგენები, აზრები, წარსული, ურთიერთობა, მომავლის შიშები, ემოციები და ასე შემდეგ. მე თვითონ ემოციას ვუყურებ, როგორც არაქიმიურ ნარკოტიკს. და არის კატეგორია საქართველოში განსაკუთრებით მრავლად თან არ არის კარგი მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ემოციებს მოიხმარენ, საკუთარ ემოციებს მოიხმარენ როგორც ნარკოტიკებს, ოღონდ გაუაზრებლად და აქედან წარმოიქმნება მერე კონფლიქტები. გარე კონფლიქტები. არა მარტო გარე საკუთარ თავთან კონფლიქტები. და არის სულიერი პრაქტიკები, როგორც არის თქვა, შეიძლება მდუმარება იყოს 1-2 დღე, შიმშილი იყოს. ესეც ყველაფერი ემსახურება ამ მორჩილებას და საკუთარ თავზე გამარჯვებას. არის იოგის პრაქტიკები, მედიტაციური პრაქტიკები გვაქვს. გერითი თერაპიული პრაქტიკები გვაქვს, ტიბეტური თასები, კრისტალური თასები.
რომელიც მართლა ეფექტურია. ხა პორტუგალიაშიც რო ვაკეთებდით იქაც არა მარტო ქართველებზე მუშაობდით, იქაც კარგი შედეგები გვაქვს. ეს იმიტომ კი არ ვიძახი რომ ჩემთვის ვაკეთებ რა საშა პირდაპირ ულახtildeლად გეტყვი მე თვითონ გავდივარ ამ გზას და ამ გზაზე ეს საჭიროება მიდგას რომ რაღაცა რაც მომეცა ის გავცე და ბევრი მეკითხება ხოლმე ამაში ფულს რატო იღებ რო გაცემ და რაღაცით უნდა დაბალანსდეს იმიტომ რომ ფიზიკური სხეული მინადგურდება ანუ ენერგიის გაცემა სჭირდება რაღაცა ენერგიის მიღება ფული ენერგია მოიხსენება და ამითი ბალანსდება. ვცდილობ რომ რაღაცა ეს ტარიფები არ იყოს რაღაცნაირი დიდი ტარიფები, რომ ბალანსი შენარჩუნებული იყოს, ანუ რასაც გავცემთ, რომ იქ დაგვიბალანსდეს. ეს იქნება პასუხი. იცი რა მინდა და შენ თავს აი როგორ მოგზაურად ხედავ რა, შენ თავს როგორ ხედავ? ჩემ თავს ხედავ გზააბნეული ადამიანი არსება სახელად ადამიანი, რომელიც ერკვევა ვინ არის. ეს მოგზაურობა ალბათ უფრო ძალიან ისეთი ტერმინია რა, პოპ ტერმინი არის. მაგრამ უფრო მეტწილად ალბათ ვერკვევი ვინ ვარ და რაღაცეებში გავერკვიე. ყოველ შემთხვევაში ის გავარკვიე, რომ მე ვინც მეგონა ვიყავი, რო არ ვარ. ერთი სიცხადე გა? ხო. ერთ სიცხადემდე მიხო. და მაქედან კიდე გავდივარ იქ, რომ რეალურად გარესამყაროს არსებობას თუ ვერ ვადასტურებ და ყველაფერი შიგნით არის, შესაბამისად დასწავლებაც მეუბნება მათ შორის იესო ქრისტეს სწავლებაც, რომ რაც ჩემშია ის შენშია და მამა ღმერთში ვარ და მამა ღმერთი შენშია და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე თვითონ ვარ შემოქმედი. თუ გამოერკვევი საკუთარ თავში, შეძლებ ობიექტურად შეაფასო შენი ცხოვრება. დაადგინო შენი мотиваციები და გადაიტანო ეს ქმედებაში. შენ შეძლებ რომ პიროვნულად გაიზარდო და წინ წახვიდე. ხოლო ამ შინაგან გამორკვევაში და გაცნობიერებაში დაგეხმარება საშა კაცმანის აუდიო კურსი 10 ნაბიჯი განვითარებისკენ. კურსის შესაძენად დაასკანერე QR კოდი ან გადადი ვიდეო აღწერაში მითითებულ ბმულზე. აღარ მახსოვს ვისი ფრაზა იყო. სამყარო იყოფა ორ ნაწილად, გაცნობიერებელ და გაუცნობიერებელ შემოქმედებათო და საბოლოო ჯამში ეგ არის შემოქმედი მაინც. ხო, აი ხელობა, ხელოვნებას ვარიანტი. გინდა არ გინდა, უბრალოდ შეიძლება გაცნობიერებული არ იყო. არც არავიზე მეტი არ ვარ, არც არავიზე ნაკლები არ ვარ და თუ მან რაღაცა შეფასება შეიძლება, ალბათ ყველაზე უფრო დავარნილი და დაცემული მე ვარ. და ეს შეჯიბრიანობა და რაღაცა თითქოს რაღაცა ვიცი და რაღაცა პირიქით ეს სწავლება პირიქით არის. რომ პირიქით ვაღიარო, რომ არაფერი არ ვიცი. და ვისწავლო მაგისთვის ვარ, რომ ყველა ჩემი მასწავლებელია და გაკვეთილებია რაც ხდება ის ამისთვის. ცალსახად. იცი რა მაინტერესებს? აი ხლა მოდი ესე ვთქვათ რა, მატერიალურის და სულიერის თანაკვეთაზე მინდა დაგისვა კითხვა. ახლა გინდა არ გინდა, მოდი ესე ვთქვათ, მე მაინც გონია რომ უმეტესი ადამიანი გინდას რომ ეს სისტემას გაითიშება და მატრიცას ჩაიხსნება, არ არის მზად რო წავიდეს და ბერის ცხოვრებით იცხოვროს სადღაც დაჯდეს არ ვიცი და იმედიტიროს დღეღამე. მე არ ვაფასებ მაგ გამოცდილებას, უბრალოდ ვამბობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არა. ანუ მე ვაგრძელებ მატერიალურ სამყაროში ოპერირებას, სრულად შევიცვალე სფერო, როგორც ხვდები, ეხლა მე და შენ უკვე ახალ ამპლუაში ხვდებით ერთმანეთს. მსახურებაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, გავაკვეხო და მე გადავიდე ბოლოში რაღაცა ის მატერიალურის და სულიერის თანაკვეთაზე, რომელიც ჩემთვის საინტერესო ტერიტორიაა. მსახურება ჩემთვის მაინც მეც გავაზიარებ, იმიტომ რომ სტუმრებთან ერთად მეც ჩემი ორი კაპიკი შემაქ იმაში ყულაბაში. მე ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ადამიანი, რომელიც არ ემსახურება თავის თავს, არ შეუძლია მოემსახუროს ხარისხიანად სხვას. ცალსახად მომსახურებაში შევა სხვასთან თავის თავს არ ემსახურება და გადაწვავს. მარტივი მიზეზი. ამიტომ
თანწყობაში იცი რა მაქვს აი მსახურებაზე რა მომენტი მომდის იცი ყველაზე მეტად აი ადამიანს რო გულისყურით როცა უსმენ და ჩემ თავს რო გავცდები აი ჩემი განპირობებულობა და ყველაფერი რო გავცდები ამას ყველაფერს და სხვას რო გულისყურით მოусმენ იმ მომენტში ჩემი თავი აღარ მზღუდავს და იმ მომენტში მაგ განცდა თუნდაც მსახურების როცა ადამიანს სრული გულისყურით აი უთმობ ჩემ თავს სრულად და ამ დათმობაში სინამდვილეში ნამდვილად ჩემ თავს ოლობ ვთმობ ჩემ წარმოდგენებს სამყაროზე იმიტომ რომ სხვა ადამიანს რო უსმევ ხვდები რომ სხვა პლანეტას ვეხები და ჩემი პლანეტა ერთი იქ დატოვე დასატოვებელი გაქვს და იმ ადამიანს მოусმინე გულისყურით იმიტომ რომ ის ადამიანიც იმ ადამიანში იმ ადამიანისგან შემიძლია რამე ვისწავლო თორემ მე რაც ვიცი ისედაც ვიცი ხო რომ ვიჯდედები რატო ვზივარ სხვადასხვა პოდკასტში იცი და ჩემთვის ეს გვარი სწავლა არის ადამიანები რომ მოდიან ჩემთან და მიზიარებენ თავის სამყაროს მე ვსწავლობ და რომ ვსწავლობ აგერ კამერებზე ვიღებ და სხვა სწავლობს ჩემთან ერთად ეგ არის როგორც უდგები ამას რა ხო და ეს ჩემთვის ეს მსახურების მომენტი არის როდესაც შეგიძლია შენი თავი ნაზრუნი გადადო და სხვა ადამიანს გაუხსნა სივრცე და იმ მომენტში აი ამ შეზღუდვებიდან გამოხვიდე და მაშინ განცდა მაქვს რომ უსაზღრო ხდები აი განცდა მომდის და ძალიან სასიამოვნოა და ხშირად მანამდე ან მეზარება ან ფიქრობ რომ ენერგია არა მაქვს რამდენჯერ ყოფილა იცი აი ან სიზარმაცე მაქვს ან ენერგია არა მაქვს ან სულ ხასიათზე გავიღვიძმა საკმარისია სხვა ადამიანს უბრალოდ იმ მომენტში მოусმინო და ქრება ეს სიზარმაცე მაგითი ზრუნავს სხვა ადამიანს შენი მოსმენით ზრუნავს ჩვენ ყველაფერი ქრება რა იმ მომენტში და საერთოდ მგონია რა იცი რომ ორი რამე ადამიანებსაც ყველაზე მეტად გჭირდება იმიტომ რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს ეს არის ყურადღება და სიყვარული და იმასთან რომ რა სიტყვი მაინტერესებს ძალიან გარდა მაგისა ფაქტია რომ ადამიანებს ასევე გვჭირდება ანჯვა ფაქტია ანჯვა და განსაცდელი ასევე გვჭირდება ამისი არ იყოს რომ ტირილის გვჭირდება და სიცილიც მე რასაც ვსაუბრობ ეს ამის მიღმა არის ადამიანური ეგრეთ წოდებული საჭიროებები რაც არის ეგ სისტემა არის დუალიზმია ჩემი მდგომარეობა უშუალოდ და სწავლებებმა მიმიყვანა იქამდე რომ მაგის მიღმა აღმოჩნდი რომ შეფასება რომ მე არ ვგრძნობ თავს კარგად და მინდა კარგად ვიყო და ამისთვის მე ხა მჭირდება წამლის დალევა აღარ არსებობს იმიტომ რომ იმდენად იყო პერიოდი რომ სულიერ ტკივილში ეგრეთ წოდებულ ტკივილში ვიყავი რომ მაგის გაყუჩების მიზნად შევქმენი კონცეფციები რასაც ქვია კარგი და ცუდი შევქმენი მიჯაჭვულობები რითითაც ვიყუჩებდი მაგ ტკივილს ახლა როდესაც ეს ტკივილი არის მაგრამ იმ ოდენობით და რაოდენობით არ არის რაც იყო ის მიჯაჭვულობების ობიექტები რაც იყო აღარ არის მათ შორის კარგი და ცუდის კონცეფცია და დუალიზმი ის რომ მე ვთქვათ მინდოდა რომ ყოფილიყავი რაღაც განდეგილად მეცხოვრა ან არ გამომივიდა განდეგილობა ან მე მინდა მატერიალურ სამყაროში ვიყო წარმატებული ტიპი ეს ამას ვარქმევ ილუზიას იმიტომ რომ ეს არ ხდება ხდება ის რაც ხდება და არა რეაქციები იმაზე რაც ხდება ის რაც ხდება არის ეხლა ვზივარ და შენთან ვარ და ვსაუბრობ
აქედან რომ გავალ რა მოხდება, ეხლა მე ამაზე არ ვფიქრობ. იმიტომ რომ ამაზე მე რო ფიქრი დავიწყო, ხვალ რა მოხდება, ხო? დამაზიანებს რა ეს სისტემა. და რახან ფაქტობრივად დამაზიანა იმ სისტემამ, გადაწყვეტილება მივიღე, რომ იმ სისტემით აღარ ვიხემძღვანელო. თორე ხვალ მე არა ვარ დაზღვეული ხვალინდელ დღეში, ან ფიზიკურად რომ იგი არსებებ და ვიქნები, ან თუნდაც რომელი სისტემით და რაში ვიხემძღვანელებ, ამის გარანტიას მე ჩემ თავს ვერ მივცემ და ვერც ვერავის. წინაპირობა, მოლოდინები და იმედები და რაღაცა პარანოია და ილუზია ნარიარები მაქვს. ზუსტად კონკრეტულად რა რომელია. და ესე ვარ. იმიტომ რომ როგორც კი იწყება, თან ეგრევე იღვიძებს რა შიგნით ეგ სისტემა, ეგრევე იღვიძებს, აი არაფერი ბევრი არ ჭირდება, ადამიანის ქუჩაში შეხვედრა ჭირდება და რაღაცა არარეალურის თქმა რა, იმისგან, იმისი მხრიდან და ის ეგრევე იღვიძებს. როლები ეგრევე იღვიძებს, შინაარსები იხსნება, თავდაცვა იხსნება, ამას მე ვერ გაუმკლავდები, ეგ ვაღიარ. სულ 50 ფსიქოლოგი და თერაპიები და მილიონი ქოუჩები და თავს მეხვიო, ამას ვერ გაუმკლავდები და იმასაც ვაღიარებ, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ აწევს ამას. ეგ თითქოს მექანიზმია, რომელიც თავისით მუშაობს. მექანიზმია, რომელიც თავისით, კაი ნათქვამია ძალიან. მექანიზმია, რომელიც თავისით მუშაობს. თავისუფალი ნება, ჯერ რა არის თავისუფალი ნება, რა არის ეგენი რომ გავარკვიოთ. რაში მაქვს მე, რომ დილას რო ვიღვიძებ, შედარებით უფრო სუფთა როცა არის ცნობიერება და ეს რაღაცა. მთელი ისენი შინაარსები რო არ. აი მაგ მომენტში ვიღებ მე გადაწყვეტილებას მხოლოდ დღეს მე რა მექანიზმით ვცხოვრობ. ეგ თუ გავმაზე, ბოდიში ჟარგონისთვის, ის დღე თავისთავად ხდება. უფრო მეტიც, ცხოვრება თავისთავადობა არის. თავისთავად მიედინება ცხოვრება. ჩემი მონაწილეობა ამ ცხოვრებაში არის ყველაზე დიდი ილუზია. და დაზიანება, თვითლიკვიდაცია. რატოა თვითლიკვიდაცია? იმიტომ რომ მე ვხარჯავ ძალისხმევის ენერგიას, წინააღმდეგობის გაწევის ენერგიას, რომელიც არის პრანა, ანუ სასიცოცხლო ენერგიები. არასწორად მაქვს დაბალანსებული სექსუალური ენერგია და შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ასევე არის სასიცოცხლო ენერგიები. ამის არამიზნობრივი ხარჯვა როგორც კი ხდება, ან ბრძოლაში შევდივარ, თუნდაც ჩემში არსებული რაღაცა პრობლემების, ან გარე სამყაროსთან რაღაცა ბრძოლის რაღაცა მექანიზმებში შევდივარ, იქ ნადგურდები, ან თვითლიკვიდაცია ეს ფარული თუ ღია ირთვება. ამიტომ დილას მე თვითონ პრაქტიკა არის, ამას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ, ვიღვიძებ 5 საათზე, 5:30, მაქსიმუმ 6 საათზე. იმიტომ რომ მაგ პერიოდში არის ყველაზე უფრო მეტად ცნობიერება სუფთა. უფრო მეტიც 2 საათიდან 5 საათამდე არის. არა, მაშინ უნდა დავიძინო 6 საათზე, ვიცი. ვცდილობ რომ დავიძინო 11 საათზე და გავიღვიძო 5 საათისთვის. და მინდობილი ვარ, ან ის დანარჩენი დღე რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, აღიარებული მაქვს, რომ ეს თავისთავად ხდება, ცხოვრება ცხოვრობს თვითონ. ხო, მაგრამ მოგიგეთ რაცა შევხედოთ. შენ ხა ძალიან რადიკალურ ტრანსფორმაციაზე იცი. რა ქნას ადამიანებმა, ეს გვიყურებენ ხა, რომელიც ცხოვრობენ მატერიალურ სამყაროში, უნდა თავის ცხოვრების გაუმჯობესება. ფაქტია, ძალიან ბევრს უნდა, იმიტომ რომ ბევრს აქვს ტკივილი, ბევრს აქვს ფრუსტრაციები, იმედგაცრუებები, მოლოდინები. რაც არის, რა ცხოვრება რა, მოდი ესე ვთქვათ, საშუალო სტატისტიკური ადამიანის. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა გაიუმჯობესოს ცხოვრება, რითი შეგიძლია შენ დაეხმარო? არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ყველა მზად არის ესეთი ცხოვრების წესით იცხოვროს, როგორც შენ ცხოვრობ. ნახე, მადლობა ამ კითხვისთვის. აი მოდი გულახდილად ვიყოთ რა. მეც და შენც. დღეს უკვე მზად არის. დღეს უკვე მზად არიან და ჩვენ ვჭირდებით, მე და შენი ეს საუბარი ჭირდებათ, რომ ეს ნაწილობრივ მათი დაკვეთაც არის. ყველა ხო არ ხდება, ხა რაც ხდება. მზად არიან. მომწიფთა სიტუაცია.
აი ვიღაცას შეიძლება ეჭვიეპარებოდეს თავის მზაობაში. მაგრამ აი ხა ვეტყოდი რა რომელი კამერაა ჩართული, რომ პირდაპირ ვეტყვი რა. შენ იცი უკვე გულის სიღრმეში დარწმუნებული ხარ, რომ შენ მზად ხარ სიახლისთვის. და ჩვენ მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, საშა, გარდა იმისა, რომ ჩვენ გზაზე ვიაროთ და ვინც ადგება და გამოყვება ამ გზაზე, გამოუყვეს. სხვის მაგივრად ჰაერს ჩვენ ვერ ვისუნთქებთ. ყველას თავისი თავისუფალი ნების თემაც შემოდის აქ ალბათ იმ ადამიანმა მაგიტომაც მიეცეს თავისუფალი ნება რო გადაწყვიტოს თვითონ. ხო, კი. თუ ვთქვათ აი ისევ დაზიანებები რო ვახსენოთ ტრამვები, შეიძლება იყოს მის გამოცდილება სჭირდებოდეს, რომ რაღაცა პერიოდი იყოს აი ეს დაზიანებები აქტიური და ეს პერიოდი რომის სიტყვები მახსენდება. შუქი შედის იქო, სადაც ნაპრალი ჩდება. ხო, აი ნაპრალია, ხო, ზუსტად რა. ხო, და აუცილებლად შევა რა. აი ეს ნაპრალი აუცილებლად არის უკვე ყველაში ეს ნაპრალი. ჭუპრია რაღაცნაირი, ანუ ეს ნაშენები იდენტობა მოხვეული თავის სახელგვარიანად. ეგეც ხო მოხვეულია. ეგეც დაგარქვეს. კი. ეს ყველაფერი მოხვეული, თელი წარმოდგენები ყველაფერი არის ჭუპრი. კი. იმ ჭუპრს უბრაგუნებს ცხოვრება. ჩემ გლეხური მეტაფორა. კი ბატონო, ზუსტად გლეხური მეტაფორაა რა. იმ ჭუპრით ეჯახები ცხოვრებას, რომელიც ისედაც ხდება. და დრო და დრო იმ ჭუპრის კედლები ცვდება რა, ნაპრალი ჩდება. ნაპრალი ჩდება, ნაპრალში შედის რა? შუქი, ანუ რა, ცნობიერება შედის. და შე რეალურად სადღაც გულის სიღრმეში გეშინია ყველაზე მეტად აღმოაჩინა, რომ ტყუილში ხარ. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ტყუილი. რომელიც მოგახვიეს, გასწავლეს, დაგასწავლეს, გმართავენ. იმიტომ რომ დაგენახა რომ ეს ტყუილია. ხო. და ამასაც თავისი როლი აქვს, იმიტომ რომ ეს რო ეს არ ყოფილიყო, მე აღმოჩენა რაში მოხდებოდა, აღმოჩენა რომ აღმოაჩინო ვინ ხარ სინამდვილეში. საჭიროება არ იქნებოდა. ხო, მე სხვათაშორის კიდე მეორე მეტაფორას გეტყვიცი. კოსმოსური ხომალდი რაკეტა რომ მიფრინავს, აქვს ორი ნაწილი, ხო? ეს კორპუსი რომელშიც ზიან. და ის მატარებელი რა, სადაც ძრავებია. და გრავიტაციას რო ცდება, ის ზურება. თავისუფალ ორდანში. თავისი როლი შეასრულა, გაიყვანა. აი რა, აი მეტაფორაა, კი ბატონო. გაიყვანა და მოძურა რა. აი გარი ego. აი ბატონო. გჭირდება ego რომ გამოეყო შენ ოჯახს, ჩამოყალიბდე ინდივიდად, გამშველობა რაღაცა პრინციპით ჩამოყალიბდე ინდივიდად და მე ეს იდენტობა და ინდივიდობამ შეგაწუხოს მაგდონეზე, რომ დაიწყო ძიება ვიხარ სინამდვილეში. ზუსტად. სიღრმე აქვს რა ყველას, აბსოლუტურად. ეს სიღრმე არის ბნელი. ამ სიღრმეში ყველა უნდა, არ უნდა, ყველა უნდა ჩავიდეთ. და სიბნელია მაგ სიღრმეში. და გეშინია მაქსიმუმ. მაგ სიღრმე გასავლელია და მაგ სიღრმის მერე არის სინათლე. და ეს ცხოვრება არის აი ეგ სიღრმე და სიბნელე. და მიხარია რომ არსებობს ადამიანები შენის სახით, შაშა და კიდე უკვე მრავლად არიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მაგ სიღრმეში, თუნდაც მარტო და თუნდაც უკვე ხელები რო ერთმანეთს მოვკიდოთ და ჩავიდეთ რა. რაც ყველაზე მთავარია, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომელსაც ამ გზაზე უვლია და შეუძლია თავისი გზა გააზიაროს. წაიღე ისაც გამოგადგება. არავინ არ ამბობს, რომ ეს გზა ერთადერთია და ჭეშმარიტია. არავინ არ ამტკიცებს ამას, მაგრამ თუ არ მიხვედი და არ სიმჯე ხო ვერასოდეს ვერ გაიგებ რა არის ნამდვილი შენთვის. ვერა. თუ არ ცადე, შეიძლება 10 მასწავლებელი გამოცვალო, 12, 20, 30, სანამ მიაგნებ იმას, ვინ შენ გჭირდება. ან შეიძლება პირიქით იმ 30-დან ცოტა წამოიღო და ბოლოს შენი გზა შეკრა. ამიტომ არანაირი ისევ დუალიზმს უბრუნდები, არანაირი სწორი და არასწორი გზა არ არსებობს. არ არსებობს. არის ის რაც არის და არა რეაქცია იმაზე რაც არის. რაც ხდება ყველაფერი საჭიროა და რაც არ ხდება ეგეც ყველაფერი საჭიროა. ეგეც საჭიროა. მადლობა. მადლობა საშა. მადლობა ამ საუბრისთვის, მადლობა გაზიარებისთვის. მე ყოველთვის მიხარია შენი ნახვა და მიხარია რომ
ჩემმა მაყურებელმა ჩემ პოდკასტში გაგიცნო შენ მადლობა და დიდი. ვინც ირიზონირა ლევანთან ირიზონირა. ვინც არ ირიზონირა, არ ირიზონირა, ეგეც ოკეია. მადლობა. ამიტომ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისთვის, რომ ეგეთი საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და იყოთ საქმის კურსში და დაგვიტოვეთ უკავშირი და მოგწერეთ, დაგვიკომენტეთ, იყავით ხაზზე და ამითი ჩვენ კიდე უფრო დავხვეწავთ ამ პოდკასტს და კიდე უფრო მეტად ვიფიქრებთ, როგორ მოვიყვანოთ კიდე მემონესნაირი საინტერესო ადამიანები. მადლობა ყველას, მადლობა ლევან შენ, მადლობა გუნდს, რომელიც გწერდა და თავისთავად მადლობა მაყურებელსო, ყველაზე ძვირფასი რაღაცა გვაჩუქა, რასაც თავისი დრო ქვია. მადლობა დიდი მადლობა. წარმატებები. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery.